მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო, ეთერშია გადაცემა ახალი პარადიგმა. მე მისი წამყვანი თენგო ომანიძე გახლავართ. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოში მიმდინარე ძალიან მწვავე პოლიტიკური პროცესების ფონზე ქართული მედია და საზოგადოება მთლიანად არის კონცენტრირებული რუსთაველის გამზირზე და ამ საპროტესტო მუხტზე, თუმცა ამის პარალელურად ჩვენს რეგიონში დრამატული ცვლილებები ხდება. სირიის მოვლენების შემდეგ სულ უფრო და უფრო ხშირად ისმის მსოფლიოს სხვადასხვა მედია საშუალებებში ვარაუდი, რომ შემდეგი პუნქტი შეიძლება იყოს სწორედ კავკასია. რა როლი შეიძლება ჰქონდეს საქართველოს ყოველივე ამ სცენარში, რაც გულისხმობს რუსეთისთვის ჩრდილო კავკასიაში კურსკი 2-ის სცენარის გამეორებას. მოდით ვნახოთ ამ თემაზე ჩვენს მიერ მომზადებული სიუჟეტი, ხოლო შემდეგ გადაცემის სტუმართან ქალბატონ მაია ნიკოლაიშვილთან ერთად დაგიბრუნდებით. ბოლო პერიოდში საქართველოში დაძაბული პოლიტიკური ფონის გამო ქართული საზოგადოების და მედიის ყურადღება მხოლოდ რუსთაველის გამზირისკენაა მიმართული. ამის პარალელურად კი ვითარება დრამატულად იცვლება ჩვენს რეგიონში. 2024 წლის 8 დეკემბერს სირიის აჯანყებულმა ძალებმა დედაქალაქი დამასკო აიღეს, რითიც ქვეყანაში ასადების დინასტიის 54 წლიანი მმართველობა დასრულდა. სახელმწიფოზე კონტროლი სუნიტური ისლამისტური მოძრაობის სირიის განმანთავისუფლებელი ორგანიზაციის ძალებმა დაამყარეს. მათი ლიდერი და სამხედრო მეთაური აბუ მუჰამედ ალ-ჯოლანი დიდი ალბათობით სირიის ახალი მმართველი გახდება, თუმცა რა სტატუსით ჯერჯერობით უცნობია. ასევე უცნობია ზოგადად როგორ გაგრძელდება ცხოვრება ახლო აღმოსავლეთში და რა გავლენა ექნება ჩვენი ქვეყნის საზღვრებიდან არც თუ ძალიან შორს განვითარებულ მოვლენებს რეგიონზე. ქართველი მაყურებლის ყურადღების მიღმა დარჩენილ მოვლენებზე აქტიურად საუბრობენ სხვადასხვა ქვეყნის მედია საშუალებებში. ერთ-ერთი უკრაინული საინფორმაციო პორტალი კავკასიელ ხალხთა ასამბლეის პრეზიდენტთან რუსლან კუტაევთან ჩაწერილ ინტერვიუს აქვეყნებს, რომელიც წესით ქართული საზოგადოებისთვის ძალიან საინტერესო უნდა იყოს. მე ამას ყოველთვის ვამბობდი და საიდუმლოს აწარმოადგენს, რომ იდლიბში იმყოფებოდნენ კავკასიელები, მათ შორის შეჩნები. ეს ის ხალხია, რომლებსაც თურქეთი არ იღებდა საკუთარ ტერიტორიაზე და ისინი აქტიურად იბრძოდნენ ასადის რეჟიმის წინააღმდეგ. მათ ესმით რომ იმარჯვებენ, ამიტომ ისინი ამბობენ, ჩვენ აქ საქმეს გავაკეთებთ, მაგრამ ჩვენი მიზანია დავბრუნდეთ და გავათავისუფლოთ ჩვენი სამშობლო, ჩვენი ხალხი. აქ კიდევ ერთი ამბავია. უკრაინაში მებრძოლი ჩეჩნების ხელმძღვანელმა აბდულ ჰაკიმ შიშანმა და ქართველმა მებრძოლებმა ასევე გააკეთეს განცხადება, რომ საჭიროების შემთხვევაში მზად არიან ჩავიდნენ საქართველოში და დაიცვან ქართველები რუსებისგან. წარმოიდგინეთ ასეთი სურათი. უკრაინაში და სირიაში მებრძოლი კავკასიელები ერთსა და იმავეს აცხადებენ. რა ჰყოფს საქართველოს ჩრდილოეთ კავკასიისგან? ქედი, დიდი ქედი, ერთ მხარეს ქართველები ცხოვრობენ, მეორე მხარეს ჩეჩნები. გადაივლი ქედს და ჩრდილოეთ კავკასიაში ხარ. ეს ძალა აუცილებლად მობილიზდება და ამ ძალამ უკვე განაცხადა, რომ დაბრუნდება საქართველოში და თუ ისინი მართლაც დაბრუნდებიან, სახლში დაიწყება სრულიად ახალი სიმღერა. აღსანიშნავია, რომ ეს ერთადერთი ინტერვიუ არ არის, სადაც რუსლან კუტაევი ჩრდილოეთ კავკასიის ეგრეთ წოდებულ აფეთქების სცენარზე და ამ ყველაფერში საქართველოს როლზე ღიად საუბრობს. ის საჯაროდ ადასტურებს, რომ ამ საკითხებზე ქართულ ოპოზიციურ ძალებთან და პრეზიდენტ ზურაბიშვილთან კონსულტაციები მიმდინარეობს. მე როგორც კავკასიელ ხალხთა ასამბლეის პრეზიდენტი, პრეზიდიუმში მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად დღეს გამოვაქვეყნებ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიმართვას, რომ რუსეთისგან თავდასხმის შემთხვევაში ჩრდილოეთ კავკასიის ხალხები იტოვებენ უფლებას პრეზიდენტის და ოპოზიციის მიმართვისთანავე. ხარი დაუჭირონ საქართველოს და ქართველების მხარეს დაიწყონ ბრძოლა რუსეთის წინააღმდეგ. ფიქრობ, რომ მოგვისმენენ, რადგან ჩვენ უკვე გავიარეთ და გავდივართ კონსულტაციებს. ახლა კი სხვა სიახლეს გეტყვით. თურქეთში უამრავი კავკასიელი ცხოვრობს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზებით ვერ მონაწილეობენ უკრაინის კონფლიქტში, მაგრამ როდესაც ომი საქართველოში იქნება, აქ საქმე სულ სხვაგვარადაა. ამდენად საქართველოს როგორც პაიკის გამოყენება დიდ გეოპოლიტიკურ თამაშში, როგორც ჩანს დღის წესრიგიდან მოხსნილი არ არის და მეტიც, რეგიონში მიმდინარე პროცესების კვალდაკვალ საფრთხე იმაზე მეტია, ვიდრე ჩვენი საზოგადოების დიდ ნაწილს წარმოუდგენია. მაშინ როცა სრულიად ქართული პოლიტიკური სპექტრი საახალწლო ნაძვისხის ანთებასა თუ მეორეხარისხოვანი მსახიობების გაფიცვაზეა კონცენტრირებული, ძალიან ცოტა ადამიანი რჩება, ვინც საზოგადოებას რეალურ საფრთხეებზე ესაუბრება. აღსანიშნავია, რომ პირველი, ვინც ამ სცენარის შესახებ საჯაროდ ჯერ კიდევ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დამხობამდე ისაუბრა, პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ფიფია იყო. რუსეთისთვის ჩრდილოეთ კავკასიაში კურსკი 2 სცენარის მოწყობის შესახებ მისი ინტერვიუ ქართულ გამოცემებში ჯერ კიდევ 3 დეკემბერს გამოქვეყნდა. მამუკა ფიფია სიტყვასიტყვით ასახელებს მოვლენათა შესაძლო განვითარების სცენარს, რომელზეც დღეს უკვე სხვადასხვა ქვეყნის მედიებში ღიად საუბრობენ.
ჩემს ხელთ არსებულ რეალურ ინფორმაციებზე დაყრდნობით გაგაცნობთ მათ მომავალი გეგმების თანმიმდევრობას, უპირველეს ყოვლის საქართველოში ახორციელებენ გადატრიალებას და მოჰყავთ მათ მიმართ მარიონეტული ხელისუფლება. ერთი მუჭანას მოღალატეების საქართველოს ომში ჩაბმას აქამდეც გულმოდგინედ ცდილობდნენ და ძალაუფლების ხელში აღებისთანავე რუსეთის მიმართ პროვოკაციებს განახორციელებდნენ. რისი მრავალსახოვანი მეთოდები მათ არ დაელევათ. შემდეგ საქართველოს ტერიტორიაზე შემოჰყავთ სხვადასხვა ქვეყნიდან დაქირავებული ბოევიკები, რომლებიც საქართველოსთან შეიჭრებიან ჩრდილოეთ კავკასიაში. იქ გააჩაღებენ ომს, ეცდებიან გაიმეორონ კურსკში შეჭრის სცენარი. ეს იქნება პირობითად კურსკი 2. მოვლენების ზუსტად ამ თანმიმდევრობით განვითარების შემდეგ მამუკა ფიფია ქართულ საზოგადოებას კიდევ ერთხელ აფრთხილებს და კონსოლიდაციისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, მიმდინარე დღეები შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს საქართველოს უახლესი ისტორიისთვის და ასეთ დროს დაშვებულმა შეცდომამ ქვეყანას თავს მრავალი უბედურება დაატეხოს. Люди, пожалуйста, не выходите на... მიუმართავ მოსახლეობას. გთხოვთ არ გამოხვიდეთ ქუჩებში. ახლა ყველაზე კრიტიკული დღეებია. ეს 10-15 დღე იქნება ყველაზე კრიტიკული. დარჩით სახლში, თორემ თქვენ გახდებით მსხვერპლი და მერე ვეღარაფერს დააბრუნებთ. 32 წელია გვეუბნებიან, რომ ჩვენი მტერი ჩრდილოეთშია. ახლა ხედავთ, რომ ჩვენსა და სირიას შორის მხოლოდ 900 კილომეტრია და აღმოსავლეთიდან ჩვენი მეზობლების ასეთი აქტიურობა გულწრფელად რომ თქვა ძალიან გვაღელვებს. და გუშინდელი ეგრეთ წოდებული ჩრდილოეთის მტრები შეიძლება იყვნენ მეგობრები და მეგობრები ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან შეიძლება იყვნენ მტრები. ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული პროცესები. გვჭირდება მთელი ხალხის კონსოლიდაცია, პრეზიდენტის გარშემო, მთავრობის გარშემო, ეკლესიის ირგვლივ და ამ მომენტში გვჭირდება ისეთი ადამიანი, როგორიც მიხეილია და არა ისეთი ქალბატონი, რომელიც ყველაფერს აკადრებს ქართული სახელმწიფოებრიობის შელახვისთვის. როგორ განვითარდება მოვლენები რეგიონში, ამას მიმდინარე პერიოდი გვიჩვენებს, თუმცა ერთი რამ ცხადია, იმისთვის რომ არსებულ გამოწვევებს გაუმკლავდეს, ქართულ საზოგადოებას დაყოფის და დაპირისპირების ნაცვლად, ერთიანობა და კონსოლიდაცია ისე ესაჭიროება, როგორც არასდროს უახლესი ისტორიის განმავლობაში. ბრუნდებით ეთერში, ძალიან საინტერესო თემაზე სასაუბროთ. სტუდიაში შემოგვიერთდება ანალიტიკოსი კალბატონი მაია ნიკოლაიშვილი. მოგესალმებით კალბატონო მაია და დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. მადლობა თქვენთან ყოველთვის სიამოვნება. დიდი მადლობა. დავიწყოთ საუბარი. საქართველოში მართლაც ბოლო პერიოდში ისეთი მოვლენები ხდება, რომ ჩვენი საზოგადოების ყურადღება მთლიანად არის ქვეყნის შიდა პროცესებზე მიპყრობილი, თუმცა ამავდროულად რეგიონში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და საინტერესო მოვლენები განვითარდა. ვნახეთ სირიის შემთხვევა, რაზეც რო გითხრათ, აი რაღაც ერთგვაროვანი აზრი, რომ აი ეს მოხდა ვიღაცამ ზუსტად იცოდეს იქ რა მოხდა კონკრეტულად ან რა მოყვება ამ ყველაფრის შედეგად, მე არ მომისმენია. საინტერესო იქნება ვიმსჯელოთ ამ საკითხებზე. ამ ყველაფერს რო უდაოდ ექნება გავლენა ჩვენი ქვეყნის მომავალზე, თავისთავად ცხადია, ჩვენი რეგიონია. რა შეიძლება იყოს ეს გავლენები და რა საფრთხეები არის ჩვენი ქვეყნის წინაშე, ეს იქნება ჩვენი საუბრის დღევანდელი საუბრის ძირითადი თემა. საინტერესო იქნება თქვენი მოსაზრება ჯერ უშუალოდ აი განვითარებულ მოვლენებზე. იცით, ეს მოვლენები ძალიან სერიოზულად მაფიქრებს. დავიწყოთ იქედან, რომ სირიაში რაც მოხდა რაღაც წუთებში. ფაქტიურად მოხდა შესვლა, შეჭრა ძალიან მცირე ჯგუფის, რომელმაც გადაწყვიტა ეს ყველაფერი რა და ბოლო მომენტში, აი უცებ რაღაც ამობენ კიდეც პირდაპირ წუთებში მოხდა ეს ყველაფერიო. კი, საფუძველი მზადდებოდა და ვიცით, დაიწყო ეს კონცერტევა და 8-ში მაგრამ თვითონ ეს ყველაფერი დასრულდა ძალიან სწრაფად და ძალიან მოულოდნელი შედეგებით. ამ შედეგებს ალბათ არავინ არ ელოდა. ეს სწრაფად თუ ასადი გადადგებოდა, მით უმეტეს რომ რუსეთის აი ესეთი დიდი ზურგი, მაგრამ ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ჩვენ ვერ ვიქნებით სირიელებზე მეტი სირიელებიო. ანუ თუ მათ თავისი ქვეყანა იმდენად არ სკივათ, ბოლო გასაგებია რუსები ვერ გააკეთებდნენ იმას, მაგრამ აქ ეხა ცოტა სხვა გათვლებიც იყო ბუნებრივია და გათვლები იყო იმის რომ ზედმეტი დაძაბულობა ზუსტად ამ მიმართულებით რუსეთის ძალების განახევრებ, ძალების შემცირებას გამოიწვევდა მის ძირითად ფრონტზე, ანუ ეს არის უკრაინის მიმართულება, ხომ? და როგორც ჩანს, რუსეთმა ეს ძალიან პრაგმატულად გათვალა, ალბათ ელოდა ამას, ალბათ კი არა ელოდა, იმიტომ რომ ჩვენ ყველანი ველოდით, რომ ახლო აღმოსავლეთი რაღაც ფორმით აუცილებლად აფეთქდებოდა. ტრამპის არჩევნების დროს, აი ძალიან კარგად მახსოვს, იყო ესეთი შეკითხვა,
რომ რას ველოდეთ მე მქონდა პასუხი რომ ხმოს აღტაცებით ამას ნუ შევხედავთ კარგია თუ ტრამპი მართლაც დაასრულებს რუსეთსა და უკრაინას შორის აი ამ სასტიკ ომს ვთქვათ რა ომია აბა რა არის სპეცოპერაცია ქვია მაგრამ ომია თუ დაასრულებს ძალიან კარგი არის ჩვენთვის ეს გარკვეულწილად ერთი საფრთხე ის რომ მეორე ფრონტის გახსნა ვითომ და ვთქვათ მეორე ფრონტის გახსნა კი არა ხიჭვი რუსეთის სამხრეთ საზღვარში. ხო რა. საათი იწყება კი. ეს იქნებოდა, მაგრამ ნახეთ, აქვე უთხარი რომ მაგრამ ახლო აღმოსავლეთის საკითხი არ გვაძლევს დამშვიდების საშუალებას, უფლებას, იმიტომ რომ ჩვენთვის შეიძლება ახლო აღმოსავლეთის საკითხი უფრო ეს დაძაბულობა, უფრო საშიში იყოს საქართველოსთვის. და მართლაც ესე არის. ეხლა ისრაელის და ღაზა სექტორში აი აქ მიმდინარე დაძაბულობა ერთია ჩვენთან ახლოს იყო და ველოდით რომ ირანთან შეიძლება გართულებულიყო და უცებ სირია აფეთქდა ისეთი რომელიც პრინციპში ახლა ალბათ მოულოდნელი იყო და ამან ჩემთვის პირველი შიში აი ხო გერვით აი ეს არჩევნებთან დაკავშირებით მქონდა ეს მოსაზრება და მართლა ზუსტად ამ მიმართულებით წამოვიდა ეხლა რომ უსმენ პოლიტოლოგებს ისინი უკვე საკმაოდ სერიოზულად პროგნოზირებენ ზოგადად აღმოსავლეთში და არაბულ სამყაროშიც კი იმიტომ რომ ესეთი საინტერესო იყო რუსი პოლიტოლოგის გამონათქვამი რომ იქ სადაც არის უზარმაზარი ვთქვათ იგივე არაბეთის ნახევარკუნძული იქ სადაც არის უზარმაზარი რესურსები არ შესულა პოლიტიკა ფაქტიურად პოლიტიკოსები იქ არ ტრიალებენ და რაღაც პერიოდი ეს მიშვებული იყო მაგრამ ეს დიდხანს არ რჩება ხო აფრიკასა და არაბეთის ნახევარკუნძულს ეს ელის და აქეთ მით უმეტეს ვხედავთ ეხლა ჩვენთვის რატო არის ძალიან სახიფათო ეს 20 იანვრამდე მხოლოდ ეხლა ჩვენი ხელისუფლება ძალიან იმედიანად არის 20 იანვრამდე როგორმე მაგრამ მე მაგალითად ასე მშვიდად ვერ ვიქნებოდი 20 იანვარს უცებ ფეირვერკები არ იქნება და მით უმეტეს არც ტრამპის მოსვლა არ იქნება კი მართალია მას ომი ნამდვილად არ უნდა იმიტომ რომ ის არის სხვა ტიპის ადამიანი მისთვის მოლაპარაკება უფრო მომგებიანია ყოველთვის და მისი ცხოვრების სტილი არის მოლაპარაკება და ამით მოგების მიღება ანუ ის არ არის ის არ არის ომის მომხრე და აპოლოგეტი მაგრამ აქვე თუ შეიძლება აქვე პირველი რაც იყო ჩემი შიში აი ამ პატარა მიმოხილვის შემდეგ ეს იყო რა იცით 2000 წელი ხო 99 იუგოსლავია და შემდეგ კოსოვოს პრეცედენტი ჩვენთან ყველა ამბობდა რომ კოსოვოს პრეცედენტი საქართველოზე გავლენას ვერ მოახდენს ეს ჩვენთან ვერ გავრცელდება მაგრამ აშკარად იმუშავა ჩვენთან დღეს მე მეშინია სირიის პრეცედენტის რომელსაც ინაწილებენ რომელიც პირდაპირ განაწილება მიდის სახელმწიფო ფაქტურად აღარ არსებობს და ნახეთ თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა რომ ეს ჩვენი შიდა საკითხია ანუ ეს რეგიონული საკითხიაო ესეთივე რეგიონული და შიდა საკითხი არის გურია აჭარა ხო აჭარა გურია და მით უმეტეს თურქეთის ინტერესები ჩვენ ძალიან კარგად ვიცით ასევე ერთ-ერთი მეზობელი სახელმწიფოს ინტერესები რომელიც თქვენთან თქვით კიდეც ადრე ვახსენეთ რომ პირველი ვინდა ესხა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ხო არის ეს ინტერესები მით უმეტეს რომ იქ სხვა ქვეყნის და ისევე დასავლეთის ინტერესები დევს ჩვენთვის ხელად დავიჯერო ესეთი ამბები რა არიცით კი მაგრამ იქ დევს დასავლეთის ინტერესები ხო მე მეზობელ სომხეთს გულისხმობს რომელიც აბსოლუტურად სხვა მიმართულებით არის მე სომეხ ხალხს არ ვეყები მეგობრები მყავს უამრავი და რა თქმა უნდა არა მაგრამ დღეს მისი პოლიტიკა იმართება აბსოლუტურად დასავლეთიდან და საფრანგეთი არის კურატორი ანუ ამერიკული გეგმის წარმომადგენელი არის საფრანგეთი არის კურატორი საქართველოსი ნუ პიონერ ხელმძღვანელები და ასე ვთქვათ სარევიზიო კომისიის თავმჯდომარეები არიან ბალტიისპირელები მაგრამ დღეს რეალურად საფრანგეთი მართავს საფრანგეთის ინტერესი არის ყველაზე წამყვანი სამხრეთ კავკასიაში ვიცით რომ აზერბაიჯანი გაწამებულია ამერიკული ინტერესები და დასავლეთის ზოგადად ინტერესებისგან არაერთხელ გამოთქვეს ის რომ გვაცადე ცხოვრება და აი ამ ფონზე მე ძალიან მეშინია იმის რომ სწორედ სომხეთის გამოყენებით არ მოხდეს გარკვეული ძალების შემოჟონვა საქართველოში იმიტომ რომ აზერბაიჯანი ამას არ დაუშვებს აზერბაიჯანის ინტერესს ეწინააღმდეგება ეს თვითონაც გაიტანჯა აი ეს ბოლო წლები არის აი ამ ზეწოლებით რა ზეწოლის ქვეშ ჩვენ ვართ და რა თქმა უნდა ჩრდილო კავკასიის აფეთქება საქართველოსთან აი ამ თაგორიანი ქვეყნიდან ყველაზე ადვილია. იქ გამოთავისუფლებული მეომრები, რომლებიც
ომში არიან გაზრდილები ფაქტიურად ეს ერთი საფრთხე საიწავლენ ისინი რუსი პოლიტოლოგებს უსმენდით და შეიძლება უფრო ირანი და ან ეგვიპტე იყოს მათი გზა უფრო მეტი ინტერესი იმის რომ პრინციპში ისრაელი ირანის კონფლიქტი რომ მზადდება და ეს რო ალბათ დიდი ხნით არ იქნება გადადებული ეს ამას ვხედავთ მაგრამ აი ნახეთ რა მიმართულებას აიღებს ირანი იქნება პრიორიტეტი თუ კავკასიისკენ იმიტომ რომ ორივე მიმართულებით ერთად ძალიან გაჭირდება და ძალიან გაუჭირდება დასავლეთს მართოს ეს ძალები ორივე მიმართულება ირანის მიმართულებას და სამხრეთ კავკასიის მიმართულებას იცით იმედი ვიქონიოთ ახლა ძალიან ამ შემთხვევაში კავკასია ჩვენ და საბედნიეროდ უსაუბედუროდ ისეთი ადგილია რუსეთის წინააღმდეგ გადას გამოდგება და ირანის წინააღმდეგ მით უმეტეს რომ აი 2000 წელს მახსოვს 2001 წელს წრუწინდახშიურის პროგრამა როცა შემოვიდა აი ძალიან კარგად მახსოვს მაგის მერე დაიძაბა ირანთან ურთიერთობა ამერიკის შეერთებული შტატების და მაშინ სხვათა შორის ქობულეთში შენდებოდა ჰოსპიტალი და პირდაპირ ამბობდნენ სტადიონის უკან არისო მითხრეს მე არ მინდა ხავს მაგრამ აქ შენდებაო და ესო ამერიკელი სამხედროების სამკურნალოდ კეთდებაო და მაშინ იყო აზიანის იმიტომ რომ ყველაზე არ ვიცი რა გათვლებით ახლა მე სამხედრო ექსპერტი არ ვარ ბუნებრივია მაგრამ საქართველოს ირანის წინააღმდეგ კლასტერმა ძალიან მოხერხებულია აღმოსავლეთ საქართველოს და ნახეთ აი თუ ყველაზე ცუდი გათვლით საქართველოს საფრთხეები დღეს რეალურად აი მორბენალ ადამიანებში კი არ არის რეალურად არის რა რომ საქართველოს არ დაიშალოს მინიმუმ 3 ნაწილად გურია აჭარა რომელზეც ხელშეკრულება ვიცით ვიზეთ გას რუსეთზეა მიბმული და ბატონ მამუკას აბსოლუტურად ვეთანხმები და მის ვუსმენ ხოლმე ხშირად და იცით ის საფრთხეები რომელსაც ის ხედავს ეს აბსოლუტურად რეალური საფრთხეებია კურსკი ორი სცენარზე საუბრობ ის ანუ შეიძლება უკვე იყოს დამუშავებული გეგმა რომლის განხორციელებაში შეიძლება მათ შორის აი ხა ჩვენ ზეუჟეთში გაშვებული გქონდა ეს რუსლან კუტაევი გახლავთ ჩეჩენი ასე ვთქვათ ადამიანი რომელიც იქ ჩეჩნეთიდან არის გადახვეწილი მას აქვს გარკვეული კოორდინაცია როგორც სირიაში ისე უკრაინაში მებრძოლ ჩეჩნებთან და ის პირდაპირ აცხადებს რომ ჩვენ გვაქვს კონსულტაციები ამ საკითხზე რომ აი ზურაბიშვილის მიმართვის კონტექსტში მან თქვა რომ ჩვენ მივმართეთ უკვე ზურაბიშვილს უნდა მიმართოთ ზურაბიშვილს რომ თუ საჭირო იქნება მზად ვართ კავკასიელები ქართველებთან ერთად ვიბრძოლოთ თან რაც მთავარია ის ამ შემთხვევაში ალბათ სიტყვებს აქვს მნიშვნელობა მათ შორის ორიგინალში რომ უსმენდით არგუნის დროს ის არ ამბობს რომ აი თუ განვითარდება ეს სცენარი როცა საქართველოში იქნება ომი ამ შემთხვევაში კავკასიელები უფრო სხვანაირად იომებენ აი თითქოს ეს გადაწყვეტილი ამბავია ისე საუბრო არა ეს ვარიანტი რა თქმა უნდა განხილვის საგანი ნამდვილად იქნებოდა მით უმეტეს ვიცით რომ ეს კავკასიერ ხალხთა ასამბლეები და ასეთი ტიპის ორგანიზაციები ყოველთვის იმართება დასავლეთიდან როგორც წესი ეს დასავლეთიდან მართულები არის რადიო თავისუფლების საყვარელი რესპონდენტია ერთ-ერთი იქ ბატონო ნუ ახლა ეს ვიცით კი და ყოველთვის თავისი ქვეყნის და ჩვენი ქვეყნის ნუ ახლა გასაგებია ეს რა ძალებისგან არის მაგრამ სალომე ზურაბიშვილი ისიც ვიცით საიდან იმართება ეს რო გარედან მართული ქალბატონე მაგრამ ნუ თუ ეს ქალია ეს მავნებელი ქალი ნუ თუ აი ამ ბოლომდე წავა მან ხომ იცის რა შეიძლება განვითარდეს თუ ისეთი სტერილურია რომ ამას ვერ ხვდება არა მე ეჭვმებარება მას რო არ განუმარტონ თუ რა საზიზღარ თამაში რა ბინძურ თამაში იღებს მონაწილეობას ფაქტიურად წინაპრების ის უნდა გაიმეორო საქართველოს წინააღმდეგ აი თითქოს იცით რა არის თითქოს აი რაღაც მოდი თქვათ ესე რა აი ბოროტი ბედის წერა კარმა თითქოს ამ ხალხს დაუბრუნდა იმისთვის რომ დამოუკიდებლობიდან 100 წლის გავლის შემდეგ ხო პრაქტიკულად 100 წელია გავლილი 100 წლის თავზე მათმა შთამომავლობა იმ ბოროტი კარმის თქვათ ესე ბოროტი კარმის მეშვეობით კიდევ იგივე ჯიშს და იგივე გენს არავინოს დაატოვებინოს და აი ღმერთმა ნუ განახოს ეს მაგრამ პრაქტიკულად ეს აკეთებს იმას რაც მაშინ მოხდა იცით როცა საქართველოს დამოუკიდებლობა დაკარგა ხო და ჩვენ დღეს რეალურად გვაქვს პატარა დამოუკიდებლობა ძალიან პატარა მაგრამ გვაქვს თუნდაც ის რომ ამ ხელა ქვეყანა პატარა ერთი ბეწო საქართველოს შეეწინააღმდეგა ამ ხელა ევროკავშირს სადაც დადის ევროკავშირს რომელშიც აი ნახეთ პარალელური პროცესები როგორ ემთხვევა ერთმანეთს აი სირიის
თქვათ პრეცედენტი არ მინდა რომ გახდეს, მაგრამ აშკარად რეზონანსი ექნება ევროკავშირი, რა მიმდინარეობს ევროკავშირში და ხა დღეს ვფიქრობდი რა დაძრწის აჩრდილი ლავრენტი ბერიასი მეთქი რა 1927 წელია ფაქტიურად, როდესაც აი პირდაპირ ზეწოლა, პირდაპირ ამოტრიალება ყველაფრის იცით და ის რომ თქვათ ტარდება არჩევნები, საკონსტიტუციო იღებს გადაწყვეტილებას და მას აცვლევინებენ, ხო? აი ეს ხო წარმოუდგენელი რაღაცა, რუმინეთს ვამბობ. და თუნდაც არჩევნების აი შეცვლა იმ 0 რაღაცა პროცენტების და დილით რო უკვე ყველაფერი ესია. დასავლეთში მცხოვრები ემიგრანტების ხელით. აი ეს ხო გონიათ ეს 27 წელს რამე სხვა ხდებოდა. აი იგივე ჩვენთან რო ავიღოთ ბულინგები, რაც ბულინგი მიმდინარეობს. 27 წელს რამე სხვა ხდებოდა. არა, თქვი ის რომ ეს ესია. თქვი და მაცადე მე რაც მინდა მე რასაც ვფიქრობ იმას ვიტყვი. არა, აბსოლუტური ეს არის 27 წლის მოდელი. ცით აი ბულინგი, აი ზუსტად ეს ყოფილა მაშინაც, თორე თავისით ალბათ არავინ არავის არ. განდახარო გამკვირვებია რომ რამ გააგიჟა ხალხი ეს სიტყვაზე ვთქვათ რაღაც კონკრეტულ პერიოდში ისტორიის და ეხლა ამ ყველაფერს ჩვენ ცხადად ხედავთ. და ნახეთ აი ამას ხედავთ, ეხლა ის სირია, ევროკავშირი უცებ რუსეთის წარმატება იქ და აი აქ უფრო მწვავდება რუსეთის წარმატებასთან ერთად გამწვავდა ეს პროცესები და ალბათ აი ხა ძალიან ბევრი ისეთი პოლიტოლოგი ვისაც ვენდობი და რომლის პროგნოზებიც მართლდება ხოლმე ამბობს რომ ალბათ ახალწლამდე შეიძლება ირანის ამბავი საკითხიც დაიწყოსო და ნუ ჩვენ ამ დროს ვჩდებით როგორ ვართ რა სიტუაციაში იცით რომ უნდა დაიარო და ყველა ქართველი გააჩერო დააფიქრდი რა გინდა ამ საქართველოსგან გააჩერდი წადი რა დაჯექი სახში გააჩერდი არიცი ვერ ხვდები რა ხდება და აი ვიღაცის დაიჯერე რა ნუ იმ თვითმკვლელობას ახლა წაღამ დაიჯეროს გაბატონო აი ასეთ დროს აი თქვენთვის არ იყოს რომ ჩვენს ირგვლივ მართლა ისეთი პროცესი მინდის რასაც შეიძლება ეს ქვეყანა კიდე ერთხელ გადაყვეს აი ამ დროს ჩვენი პოლიტიკოსები ჩვენი მედია არის კონცენტრირებული აი საახალწლო ნაძვისხე როდის აინთება და იქ რა რომელი მსახიობი გაიფიცება ამაზე ლაპარაკობენ დედაღა იცით რა არის ცუდი რა ხდება თავიდან ორივე ძალა როგორც კოლექტიური ნაცმოძრაობა მე ზელენოიდებს ვეძახი უკვე რა იმიტომ რომ ციფსოს მართულია ეს პროცესები და მოდით აი ხანდახან ესე ვიტყვი ხოლმე მოდით აი ეს კოლექტიური ნაცმოძრაობა თითქოს იცით რა არის ძალიან ეხლა რო ვუყურებ ქართული ოცნებამ იმდენი ნაცი შეიწოვა რომ პრინციპში სტანდარტი საკუთარი აი თამამად ვიტყვი საკუთარი სტანდარტი პარტიულობის საკუთარი სტილი და ხელწერა ვერ ჩამოიყალიბა მოთმინება ეს არ არის სტილი იცით მოთმინება ეს ცოტა სხვა რამე არის შეიძლება სტრატეგიული მოთმინება რასაც ღარიბაშვილი ამბობდა და აბსოლუტურად ვემხრობოდი მაშინ როდესაც მიდიოდა მოლაპარაკებები ძირითადად აზიურ სახელმწიფოებთან კი სტრატეგიული მოთმინება აბსოლუტურად გასაგები იყო მაგრამ ყველაფრის ჩაყლაპვა აი ეს სტილი არ არის იცით და შევთანხმდეთ რომ სტილი საკუთარი ხელწერა ოცნებას პრინციპში არ აქვს ოცნება რა არის ძალიან ხშირად რასაც ვაფრთხილებთ და ვაფრთხილებთ არა მტრობის გამო არამედ საქართველოსთვის იმიტომ რომ მართველი ძალა არა აგრესიული ძალა არის ზოგადად და აქედან გამომდინარე მივყვებით ხო რა თქმა უნდა კოლექტიურ ნაცმოძრაობასთან შედარებით როგორ შევადარებ მაგრამ ნახეთ ქართულ ოცნებას მოსდის ერთი ძალიან დიდი შეცდომა ის ყოველთვის თამაშობს მათ მინდორზე მათი დაწყებული სიდა დღეს ვხედავ რომ თითქოს ერთ სპირალში არიან ორივენი აი ამას აშკარად ვხედავ იმის მაგივრად რომ ის დისტანცირდეს მაშინ როცა ჩამოიშორა აი როგორც ეს იცით რაღაც ყუწრო შლეიფს რომ მოიშორა რესპუბლიკელები მოიშორა ეს გაიწმინდა ხო უკვე საკუთარი ხელწერა უნდა ჩამოეყალიბებინა მაგრამ ვერ ჩამოაყალიბე საკუთარი ხელწერა არის რა იცით აი პინგ-პონგის თამაში მიდის რეაგირების რეჟიმშია რა ხო რეაგირების რეჟიმშია და მიდის როგორც იცით მოკლევადიანი აი ეს ყველაფერი კი გრძელვადიანი გათვლები არის კულისებში რომელსაც ჩვენ არავინ არ გვიმხელს არავინ არ გვეუბნება და შეიძლება ნუ კარგი ჩვენ იმას რაღაცას ხვდებით რაღაცას ვიღებთ რაღაცას ვამართლებთ მაგრამ რეალურად პარტია არის აი ამ მოკლევადიან იგივე სპირალში არის შესული და მე დღეს ეს მაფიქრებს რატო იცით ამ სიტუაციაში შეიძლება აი დავუშვათ პრემიერი დღეს და ეს დღეებია ვუსმენ რომ გამოდის და დავждეთ და ვისაუბროთო მაგრამ რა არის ამ დროს
საკუთარი ამომრჩეველი. საკუთარი ამომრჩევლიდან შექმენი აი ამ განსაკუთრებულ, აი ამ ძალიან სახიფათო სიტუაციაში. შექმენი, ის კი არა რომ არ შეიმჩნიო რომ სირთულეები არის, როგორ არ არის გარეთ, აი რაც ჩამოვთვალეთ, ამდენი სირთულეა, ხო? ამის არ შემჩნევა, არ შეიძლება. მე მაგალითად აი უბრალოდ ხარ რჩევასავით გამომდის, არ მეყვარს რჩევები, მაგრამ აი ჩემი აზრით აქ უნდა შეიქმნას საზოგადოებაში აზრის ლიდერები არიან, მოაზროვნე ადამიანები არიან და გარკვეული ცით უნდა შეიქმნას გარკვეული ჯგუფი. ის კი არა რომ NGO და ფინანსდებოდეს და ვიღაცებს ხელფასები დაუნიშნო, არ აღმერთმა დაიპაროს. არა, აი ადამიანები, რომლებთანაც დაჯექი შენიანებს დაელაპარაკე, ვინ შენ გვერდში უნდა დაგიდგეს, იმათ დაელაპარაკე და ითათბირე რა. იმას კი ნუატყვი რომ ამდენი გზა გავაკეთეო, ვიცით. იმას კი ნუატყვი რომ მშვიდობა შევინარჩუნო, ვიცით, ჩვენ ეს ყველაფერი ვიცით. არა მოისმინე, შეძელი რომ აქეთ მოусმინო, რომ ამ ადამიანებმა რაღაც გვერდი გაგიმაგრონ, იმგენმაც მიიღონ, შემოიყვანე ამ პროცესში, შენი პროცესი შექმენი. ხო ხედავ, იმის პროცესში ხარ, იმას მიყვები, იმაზე რეაგირების რეჟიმში ხარ. შენ პროცესში შემოიყვანე ეს ხალხი, შენიანები. იმათ რომ დაელაპარაკებ, იმათ შვენივრად იციან ლიდერებმა რას აკეთებენ და ის ვინ ზომბირებულია და ბრმაიერაღად გამოიყენება, იმას ვერ შეაგნებინებ, იმიტომ რომ იქ ლოგიკა არ მუშაობს. აქ არის მთელი ფსიქოლოგიური მექანიზმები, რომელიც ახლა დრო რო კონდეს ვისაუბრებდი, ძალიან საინტერესოა, მაგრამ მოდი რა საქართველოსთვის რა ჯობია. ჯობია რომ დღეს შენიანები დაიყენო, მოაზროვნე ადამიანები დაიყენო, დაჯდე და ესაუბრო, ის კი არა ყარილობის დარბაზში. არა, სერიოზულ საქმიან გარემოში, როგორც პროცესის შექმნაზეა აქ საუბარი. პოლიტიკური პროცესი, როგორც გადიოდა, ნახეთ, ზაკაშვილს ჰქონდა ეს უნარი, რომ წავიდოდა გუდაურში, წავიდოდა იქ, ორდღიან გასვლას გააკეთებდა და ისაუბრებდა, იცით, და რაღაცას ან მიიღებდა, ან შექმნიდა მაინც ამის წარმოდგენას. და დღეს რეალურად საჭირო არის, რომ ეს კრიტიკები მაგის გამო იქნება ჩემი დაკვირვებით, რომ აი ეგ ქართულ ოცნებას ეგ უნარი არა აქ, ხა საღამოს რო გამოვა პრემიერი პირობითად ბრიფინგზე და იტყვის, რომ აი ვაჩერებ მოლაპარაკებებს ევროკავშირთან, გაიგო ამ ხალხმა ისე როგორც გაიგო და ეს ეხა მთლად ამ ხალხის ბრალის არ არის. ამას ხო ჭირდება გეთანხმებით. რატო იცით? პარტია, აი რა ვქნა, მე ზოგადად პარტია რომ მესმის კომუნისტური პარტია მახსენდება, მაქვს ეს ცუდი ასოციაცია, მიტრიგერდება კომუნისტური პარტია და ამიტომ პარტიის მიმართ, აი მე ხო გეუბნები, ჩემს პარტიობა ძალიან ისეთი კომფორტული, ის არის მართლა ცხოვრებაში ერთ-ერთი პარტიის წევრი არ ყოფილა. და იცით რა არის, სადღაც მგონია რომ პარტიებს ალბათ ლენინის დროს ჰქონდათ აზრი. აი ხანაირები იყვნენ, იცით, რაღაცას ქმნიდა, ხა ლენინი ქმნიდა ნამდვილად და მან შექმნა პარტია, იცქვია. მაგრამ ეხლა იცით პარტიები დღეს რასაც უყურებ, არა? აი არსებული რომლებიც დღეს მოთამაშეები არიან რა ქართულ პოლიტიკურ ველზე ასე ვთქვათ. იცით რა ცოტა რა ჭირთ იცით საკუთარ წვენში იხარშებიან. კარიკატურულები არიან. საკუთარ წვენში იხარშებიან, რაც არის პირველი შეცდომისის, ისინი უსმენენ მხოლოდ ერთმანეთს. და აი ამ საკუთარ წვენში ხარშვა რუსულად ვარიცა собственном соку ძალიან საინტერესო პროცესია და ძალიან ისეთი არის რა. აი იშუშებიან საკუთარ იმაში და გარედან აღარ იღებენ არაფერს. კრიტიკულს არ იღებენ. ნებისმიერი შენიშვნა, აი რასაც ჩვენ აქ ვიტყვით, წყენათ აქვთ იმის მაგივრად რომ მადლობა თქვან რომ უი ხო გარედან მაყურებელი სხვანაირად ხედავს და მე ვხედავ რომ თქვენ ორივენი შეხვედით მოწინააღმდეგე ერთ სპირალში ხართ, ტრიალებთ ერთ სპირალში და გარეთ მყოფი გეუბნები, დაუინტერესებელი გეუბნები რა, მხოლოდ საქართველოს რო გვაინტერესებს, ხო? მოდი რა, გამოდი ცოტა უნდა დისტანცირდე შეხედო პროცესებს გარედან და აი რაღაცა ესეთი სათათბირო, რაღაც დაჯდომა. ეხა მამუკა არეშიძესთან, სოსო მანჯავიძესთან, თემურ მაისურაძესთან ერთად არ უნდა დაჯდე სოხერი, არ უნდა ილაპარაკო, როგორ არ უნდა ილაპარაკო, პირიქით ესეთი ადამიანები უნდა მოძებნო, დაასვა და კიდევ უამრავი ადამიანი, იგივე მამუკა ბიფია, რომელიც იქ არის, ხო? მოდი იცის, აქვს უამრავი ინფორმაცია. ზოგი ანალიტიკოსია, ზოგს ინფორმაცია აქვს, ზოგი დასვი ეს ადამიანები და ერთი დღე ილაპარაკე, რომ აქედან აუცილებლად ტვინის შტურმით, ბრეინშტორმინგით აუცილებლად მიიღებ რაღაცას, რომელიც გარედან დაგანახობს ყველაფერს და არა რაღაც სექტანტური მასში ჩართული უკვე აი შიგნით მოხარშული, იცით? აი ეს მინუსია, პოლიტიკურ პროცესს არ ქმნის და მე მაგალითად აი მიმაჩნია, რომ ეხლა დღეს ვსაუბრობთ, რატომ მოვდივარ მე აქ, ხო? რატომ მოვდივარ, რომ კიდე რაღაცნაირად იქნებ სადმე მივაწვდინო და ჩვენ ქვეყანას რაღაცით შევეხიდოთ, რაღაცით უშველოთ. აი მე მაგალითად მიმაჩნია, რომ ესეთი რაღაცა დღეს აი ჩეპეს რეჟიმში
ЧП ქართულად საგანგებო მდგომარეობის, საზოგადოებრივი საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში. ეს აი იქ მყოფი ახალგაზრდების იმ აქციის ანატომიის გაგება, თუ როგორ უნდა მოიქცე, როგორ უნდა იმუშაო მათთან, რატომ ხდება ეს ყველაფერი და რა შეიძლება მოხდეს გათვლებით რა. ოღონდ ეს უნდა აი კაპიტანია პრემიერმა 2 დღის წინ თუ სწორად მახსოვს თუ გუშინ 1 დღის წინ განაცხადა რომ ჩვენ ჩავშალეთ რევოლუციის მეოთხე მცდელობა, მორიგი მცდელობა და მაიდანი საქართველოში ვერ შედგანაც მაიდანი. რამდენად სწორია მტკიცებით ფორმაში ამისი თქმა დღეს თქვენიაზე? თით რა არის მე ხა ჩემი სპეციალობიდან გამომდინარე, ამას ჩვევა არ მაქვს რომ ეს აუცილებლად თქვა სანამ არ როგორც იტყვიან არ დადგება კანონიერი განაჩენი არ შევაძალაშიო რა აი თქვენ ძალიან კარგად გამიგებთ ამას ანუ ხო ეს ჩემი ჩვევა არის და მე უბრალოდ არ შემიძლია თუნდაც ეს პროპაგანდისტული იყოს თუნდაც ეს იმედის მიმცემი იყოს ვერ ვიზამ ამას იმიტომ რომ ამით იცით რა გარკვეული ადამიანები დუნდებიან ვისაც უნდა რომ მხოლოდ კარგი გაიგოს და ის ადამიანები ვინც უფრო მეტად აზროვნებს არა აი ის ჩვენი ტიპის ადამიანები ნიჰილიზმი და არა არც ნიჰილიზმი ერთია და მეორე კითხვა მოიცადე თქვენ მართლა ვერ ხვდებით ამას თუ უბრალოდ დამშვიდების აბი გამოგაქვთ დასამშვიდებლად და უკვე კითხვა მაქვს მამშვიდებთ თუ მართლა ვერ ხვდებით აი თუ მართლა ვერ ხვდები აქ უკვე სერიოზული შიში გვაქვს ხო რომ ესე იგი არ ხდება საკითხის ბოლომდე ის მე საიდან გავიგო როგორ მივხვდე რას ფიქრობ იმის იქეთ როცა სიტყვები არსებობს იმიტომ რომ გაგვაგებინო თუნდაც ჩაუფინო შიგნით რაღაც ხო რაღაც მესიჯები და რატო ვკითხულობთ პუტინს რატო უსმენთ между строк აი რა არცით უსმენ როგორ და ლავროვსაც ხო უსმენ და ფიქრობ რომ აი აქ თავში ეს იყო შუაში ეს ბოლოში ეს აი ფრაზებს შორის რა იყო იქ რა იკითხებოდა განწყობა რომ 100 არჩევდა არ მინდა ეს ყველაფერი დამთავრდა არ დამთავრებულა იმიტომ რომ თუნდაც საზოგადოებრივი პროცესები რომელიც მიმდინარეობს კი ახლა მითხეს კი გამეცინა სხვა ფარას რო დაკარგავს ფარა რო დაიკარგება მეცხვარე რო დაიკარგებაო და ფარა რო სადღაც წავადა დაბოდიელობს კი ეს არის მაგრამ ეს არ არის მარტო ცოტ-ცოტა ხალხის ბოდიალი ეს არის სერიოზული ავადმყოფობა ქართულ საზოგადოებაში სერიოზული რომელიც ვერ წარმოგვედგინა ჩვენ ვამბობდით რომ უკრაინელები რამ გადარია ესე მასობრივ თვითმკვლელობაზე როგორ მიდიანო დღესაც გვიყვარს ჩვენ იგივეს ვაკეთებთ ამ წუთას რატო იცით თავის დროზე ჩაიდო ის ნაღმები გონებაში და დაზიანება ტვინში ეს ჩვეულებრივი ტექნოლოგიები არის რა და იმან იცით რო ჩაიდო შოკოლადის ავსტრიული შოკოლადის ფერის იმით რა ქვია კაფელით იყო გახსოვთ ვიძინა ივანიშვილის ის აი შურის მომენტი რო ჩაიდო შენ რა გაკ აი ის რა მდიდარია მე იმ შურის ვამბობდი კიდეც რომ არის პროფაილინგი გულისხმობს ასე არის შავი მეთოდები манипуляციის კი და ზუსტად ეს არის იცით აი ამ შურს რო შექმნი არა იმპლანტივით რო ჩადებ მე შეგიძლია მიცე ერთი რო ნიჰილიზმში გაუშვა მეორე აგრესიაში გაუშვა და მესამე თურმე შეიძლება აბსოლუტურად ზომბირებაში გაუშვა და ადამიანებთან ლოგიკა უკვე აღარ მუშაობდეს ჩვეულებრივი ლოგიკა აღარ მუშაობს სიძულვილი ამოძრავებს ადამიანს და აღარც ფიქრობს მე უკვე მოსალოდნელს შედეგი თქვენ რო დაუკვირდეთ თქვენ რო აი შეისწავლოთ ამას შესწავლა ჭირდება დღეს ეს ყველაფერი შესასწავლია და იმიტომ ამბობ რომ უნდა დაჯდენ დალოცვილები და შეიძლება ყავთ მათ ფსიქოლოგების ჯგუფი პიარ ტექნოლოგების ჯგუფი მაგრამ არ არის რა ესე რა ჩვენ ხედავთ რომ ამას აქ აკლი აქ ბევრი რაღაც კიდია დასამუშავებელი რა არის რომ სიძულის ხარისხი რომ შეისწავლოთ და რა დონეზე პატარა გოგონა ამბობდა მე მინდა რომ ყველანი გაწამდეთო თან ისე გაწამდეთო მოკვდეთო ისეთი წამებითო როგორ ჯერ კაცობრიობას არ მოუგონიაო აი რა ხარისხის სიძულვილზეა საუბარი და ესეთი ხარისხის სიძულვილი ეს ხო შეიძლება ადამიანს დაგემართოს ჯვარი წერია მაგრამ პიროვნულად რო ვიღაც რაღაცას დაგიშავებს აი სულ ეს მიკვირდა ხოლმე მე მახსენდება აი ბოდიში კალბატონო მაია ჩაგეჭრებით მაგრამ დუგინის ქალიშვილი რო მოკლეს რუსეთში მაშინ მახსენდება რა ისტერიკა ქონდათ ამათ ატეხილი ბედნიერები ულოცავდნენ ერთმანეთს ტერორისტულ აქტს და აი ეს ხო ირაციონალური იყო იმ მომენტში ამის ახსნას ვცდილობდი ყოველთვის რომ აი ხა
ეგრე ღმერთმა არ მიმიყვანოს მდგომარეობამდე ადამიანი ეგრე შემძულდეს. იმან რაღაცა საშინელება უნდა გამიკეთოს პირადად. რანაირად შეიძლება ადამიანს საერთოდ არ იცნობდე და ასე გძულდეს. მაშინაც ვერ გააკეთებთ. აუხსნელია ჩემს. მაშინაც ვერ გააკეთებთ. სკოტ ფიჯერალდის ერთი მახსენდება მოთხრობა არის, კვლელს რო აკითხავს, კვლელს აკითხავს და წლების მანძილზე მიდის მკვლელთან და ესაუბრება რა მამა გარდაცვლილის. მე მგონი აი უნდათ მახსოვს დიდი ხნის წინ და ბოლოს როგორ არის იცით მკვლელი კვდება და ამ კაცისთვის დაცარიელდება ყველაფერი იმიტომ რომ წლების მანძილზე ესენი ფაქტიურად ამით ცხოვრობდა მაგრამ რა არის იცით გაბოროტება ახლა მე ძალიან ბევრი როგორ გითხრათ ჩემ პროფესიიდან გამომდინარე ბევრი დაზარალებული მინახავს რომელსაც დაზარალებული არ ქვია შუნკვდარი დედები შუნკვდარი მამები ხო აი იმაზე მეტი ტკივილი რა შეიძლება ქონდეს ადამიანს ხო მაგრამ რა არის იცით მათში არ მინახავს მე ესეთი გაბოროტება. ესეთი სისასტიკე მათთან არ ყოფილა დამერწმუნეთ მკვლელის მიმართ, მათ არ ქონიათ ესეთი გაბოროტება. ეს არის აბსოლუტურად პათოლოგიური გაბოროტება და ეს არის როგორი გაბოროტება, იცით? რა თქმა უნდა, არა ქრისტიანული ერთი, მეორე ადამიანური არ არის. ეს არის გაბოროტება, როდესაც ხარ ნახევრად ვირტუალურ სამყაროში. ანუ შენ რეალურად არც სიკვდილზე ფიქრობ და ნახევრად არის. იცით, აი როგორც ბავშვობაში ჩვენ რო ვართ, რომ აი თქვათ მე მგონი ის რომ გადაყლაპა ბურატინო ის რომ გადაყლაპა ვეშაპმა და რომ ფიქრობ რომ აი მე იმის მუცელში რა ეშველება და ამას რო რეალობად განიცდი პატარა ბავშვი ხო ან დაუშვა შვილს და ამბობს რომ ტირი ხარ იმიტომ რომ რეალობა გგონია ეს ყველაფერი და მე რო გასწავლიან რომ იცი ეს არის რეალობა ეს არის ზღაპარი და გამოდიხარ იმ ზღაპრიდან ზღაპრული აზროვნებიდან გამოდიხარ მაგრამ ეს ხალხი შევიდა ანიმეს აზროვნებაში აკაცუკი დავჯე კიდევ ნახე მაინტერესებდა რა იყო აი იცით როგორი აი და ლამის დამამსხვრე ამ ყველაფერმა რომ აი ღირებულებათა სისტემა სად არის გესმით და აი ნახეთ რომ ნახევარი ადამიანი იქ და ნახევარი არის აქ და რეალობასა და ვირტუალურ შორის საზღვარი წაშლილია და ამიტომ არის ეს და საოცარი სისასტიკე. ეს არ არის ჩვეულებრივი ადამიანური, იცით? პირიქით, ახლა მე მაგალითად მქონდა ძალიან დიდი დარტყმის პერიოდი, როცა აი ფსიქოლოგიურად დანგრეული ვიყავი და მე ძალიან დიდი ძალისხმევა დამჭირდა რომ გამოსულიყავი სააკაშვილის რეჟიმს ეხება ეს ყველაფერი, მაგრამ რა იყო, იცით, პირველი რასაც ვფიქრობდი, არ გავბოროტდე. ჩემი ამოცანა იყო სრულიად დანგრეული, დაშლილი ადამიანის ამოცანა იყო არ გავბოროტებულიყავი. და გაბოროტება არ მქონოდა და შემიძლია ამაყად თქვა რომ მე სიძულვილი არ ჩამიდია. არც სიყვარული მაგრაზეა საუბარდებელი არა ვარ, მაგრამ სიძულვილი რომელიც მე დამანგრევდა. მე ჩემ თავზე ვფიქრობდი იმაზე კი არა. ჩემ თავზე ვფიქრობდი ეს იბოროტე აი ამ ახალგაზრდებში იცით იმ ხელა გაბოროტება არის რომ უბრალოდ გებრალება იგივე სასახლის დამწველი ხო სასახლე რო დაწვეს სასახლე არის ადამიანი მიდის მთელი ცხოვრება იქეთ და იმ სასახლეს აშენებს მთელი თავის ცხოვრებით ხო მთელი თავისი შეცდომებით ცოდვით მადლით აშენებს იმ ერთ სასახლეს ამას რაღაც პერფორმანსისთვის გამოიყენა ხვდებით რომ აქ ვირტუალური სამყაროდან გამოსვლა არ არის ნახევარი იქეთ არის თუ რამას როგორ გააკეთებ არა როცა წარმოიდგენს რომ მისი ბაბუის მამა ყველა აი იმ სასახლეებში არის აი ამის გააზრება არ არის და ნახეთ აი საზოგადოება როგორ შემზადებულია საქართველოს მოსაკლავად აი მე ამის მეშინია და აი ამიტომ ვამბობ რომ ეს ჩეპეს რეჟიმში ის კი არა რომ ვინმე მასწავლოს რომ ხვალ სტრატეგიულად აი ეს ნაბიჯები გადადგე არა უბრალოდ იმდენად არაორდინალურია რომ ჩვენ რომ უკრაინა არ დაგვემართოს მენტალური უკრაინა არ დაგვემართოს თორე ავღანიზაცია და ის ვიცით ამაზე ადრე გვილაპარაკია ჩვენ არა მენტალურად რო უკრაინა არ დაგვემართოს სადაც ნახეთ მე ვუყურებდი და გექნებათ ეს კადრები ნანახი ტორტი გამოცხვა და ბავშვი არის ბავშვი აი ეს არის რუსის ბავშვი მოდით აი რუსის ბავშვის გული შენ შეჭამე და აი ამას ეს აშინელება იყო აი მე იყიდებოდა ძეხვი და კალბასი რუსის რაღაცა სიკვდილი იმას აი იცით სიკვდილი ისე იყო ჩადებული რომ საბოლოო ჯამში ჩვენ ხედავთ რომ კოლექტიური თვითმკვლელობა არის უკრაინაში, ხო, აბა რა არის. და ჩვენ რო იგივე რეჟიმში არ შევიდეთ, არა და აი
ვგრძნობ რომ შევდივართ იგივეში. თან ვარწმუნებელი რომ ეს ჩვენი ინტერესები არის. ეს ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე ხდება ის რომ რუსეთთან კონფრონტაცია ეს არის ჩვენი მიზანი. აი არა, ნუ ასეთ დროს ეს საერთოდ ლიბრი არის. ეს რა არის, იცით? აი ცხენებს რო თვალსაუხო რაკეტით არ გაიხედონ. აი ის რაც ჩვენ შიგნით ხდება, აი ცხენები რო იყო ადრესა მეფის კარზე გახსოვთ აი ესე, რომ არ დამფრთხალიყო და აკეთიქით არა და ლამაზათევლო. პრაქტიკულად ეს არის. არ დაინახო გარეთ რა ხდება საზოგადოების აი იმ ნაწილს, რომელიც არ არის ინფორმირებული, არ აქვს ფილტრები, არ აქვს გააზრებული, ზოგი პროპაგანდის მსხვერპლია, ზოგი თავისი ფსიქოტიპის, ზოგი თავისი კომპლექსების და აი აქ უნდა გამოხატოს მთელი თავისი წინააღმდეგობები გამოიტანოს, რაც ბავშვობაში ვერ გამოხატა. გარდატეხის ასაკის მთელი ჩალექილი კომპლექსები, ახლა იქით რამდენი არის და აქ ამიტომ არის იქ ძალიან ბევრი მდგენელი აქვს იმ აქციას. თითოეულთან ცალ-ცალკე ის რომ მოდი და დიალოგიო, აი ეს არ არის ძალიან ცოტა. აქ სერიოზული კომპლექსური მრავალფაქტორული ანალიზია საჭირო იმის რაც ხდება აქ. რომ ჩვენ მენტალურად უკრაინა არ დაგვემართოს და ჩვენ უკვე ნაბიჯი გვაქვს გადადგმული ეროვნული თვითმკვლელობისკენ. ერთი გადავდგით, როცა ოსებს დავეჯახეთ, ხო? და სისხლი დავყარეთ. ერთი ნაბიჯი გადავდგი და მე აფხაზებთან. ეს ჩვენ გავაკეთეთ უკვე, მაგრამ გადავრჩით ფიზიკურად ისინიც და ჩვენც. ზოგადად ერი და სახელმწიფო გადარჩა, მაგრამ ეხლა შეიძლება ღმერთმა დაიფაროს, ეხლა ისეთი ცუდი ეს არის ხორცსაკეპი არის, რომ ეხლა უკვე ვერც ქვეყანა გადარჩება და კავტომაია, მინდა გითხოთ აი ძალიან მძიმე ფერებში წავედი, მაგრამ უბრალოდ ეს არის საქმიანი სავსებით სწორი ანალიზი. აი სოსის რეჟიმია, ჩეპეს რეჟიმია. ბევრი მიმართულებით გამიჩნდა კითხვა, რაზეც მინდა ვისაუბროთ, მაგრამ აი უშუალოდ მაინც მოსალოდნელ თუ შესაძლებელ სცენარებზე რო გავამახვილოთ ყურადღება. რატო განიხილება ჩრდილო კავკასია რუსეთის წინააღმდეგ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ინსტრუმენტად? ეს საინტერესო საკითხია, რა გავლენები აქვს იქ გარეძალებს, ვინ არიან ეს ძალები და რატომ მიიჩნევა რუსეთი ხო უზარმაზარი ქვეყანაა მეექვსე გლობუსის, მაგრამ აი კავკასია ერთგვარად მოიაზრება რაღაც აქილევსის ქუსლად. ეს ამაზე პასუხი ისეთი ამომწურავი პრინციპში არც მომისმენია. იცით რა არის, კავკასია ძალიან მრავალეთნიკურია. ეს პატარ-პატარა დაპირისპირებული, ერთმანეთთან საკმაოდ დაპირისპირებული ერები და ისეთი იცით იმდენად განსხვავებული, თითქოს ერთიანი კავკასია, მაგრამ ძალიან განსხვავებულები, თან მიჩვეულები, იცით მცირე ერის კომპლექსებია ყველგან. მცირე ერის კომპლექსი ძალიან რთული რამეა, იცით ყველას მცირე ჩვენც იგივე გვჭირს, ჩვენც ხო ძალიან პატარა ერი ვართ. მე ძალიან ხშირად მithქვამს მადლობა უფალს რომ მცირე ერის კომპლექსები არ მაქვს მეთქი. ანუ ნაცმენის ფსიქოლოგია მე არ მაქვს, იმიტომ რომ მე მომიწია ცხოვრება ისეთ პერიოდში, ისეთ დიდ ქვეყანაში, სადაც ხო გეუბნებით, ის რა ქვია, ერმიტაჟი ჩემიც იყო. ვცხოვრობდი და ჩემიც იყო და რა ვქნა დღესაც ჩემია, იცით მე ვერ ამოვიგდე ეს. მე ვერ დავიპატარავე ეს მასშტაბი. ანუ მე პატარა ქვეყნის აი ისეთ ვერ ცხოვრობ, ჩემი ფსიქოლოგია დარჩა ისეთი და კიდე კაი დარჩა ისეთი, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში იცით და რა დაგჭირდებოდა განსაკუთრებულობის ხაზგასმა და პატარა მცირე ერებს განსაკუთრებულობის ის აქვს. ყველაზე ნიჭიერები ვართ, ყველაზე კარგები ვართ, ყველაზე ჩვენს ირგვლივ ტრიალებს ამყარო. ეს რატო იცით? და ცოტა ინფანტილიზმიც. ეს რომ არ გქონდეს, მაშინ ვერ გადავრჩებოდით. სწორედ ეს ინფანტილიზმი, ეს რაღაც იცით ბავშვურობა და აი განსაკუთრებული, ყველაზე მაგარი, ყველაზე ნიჭიერი, ყველაზე ესეთი, ამითი გადავრჩით ჩვენც და იგივე ეს გვაძლევს მოტივაციას და ის პატარა ერები კავკასიაში, ჩრდილო კავკასიაში რო ცხოვრობენ, ისინი ხო კიდე ჩვენზე პატარები არიან. ზუსტად იგივე ამოძრავთ. ამაყი კავკასიელები, ამაყი მთიელები, ხო? იგივე არის აბსოლუტურად. ნახეთ, ამდენი პატარა ერი, ესეთ პატარა ტერიტორიაზე და თითოეულს აქვს თავისი ისტორია, თავისი სიამაყე, თავისი ხედვა და თან გარემოცვა ჩვენი მუსულმანური, ხო, ძირითადად, ხო? ჩვენ ვართ აქ და სომხები გაჭედილი ქრისტიანები. და აი ეს არის ზუსტად, რომ კავკასია, აი ეს მუსულმანური ღუზა გამოიყენება, ამის იმედი აქვს, იცით? ამის იმედი აქვს, მაგრამ ერთი არის, მე მაგალითად ლვოვში ვიყავი 2008-ში და შემომჩივლეს მართლმადიდებულ ეკლესიაში შევედი, რომ ჩვენ ძალიან გვავიწროებენო. ბაქოში ვიყავი 2008-ში, იგივე 2008-ში. შევედი მართლმადიდებლურ ტაძარში.
აბსოლუტური თავისუფლება იყო, მათ არავინ არ ავიწროებდა, წარმოიდგინეთ რა. ანუ აი ეს გათვლა, რასაც რელიგიურ ის უნდა დაუდონ ფონი, ჩემი აზრით, ჩვენთან არ უნდა იმუშაოს. იცით რატო? ჩვენ მაინც გვაქვს იმის გააზრება და ამ ბოლო დროს წამოვიდა, ჩვენ რო საერთო წმინდანები გვყავს. ჩვენ რომ აი ეს უკვე იცით, თურქეთშიც კი ვისმენთ, რიცით ჩვენ რამდენი საერთო თურქეთში მიდის ეს მუშაობა, რომ ქრისტიანები და მუსულმანები არ არიან შორებლები. ანუ ჩვენ ბევრი საერთო გვაქვს და ჩვენ ყოფს საერთო მტერი. ნახეთ, ჩვენ ქვეყანაში არ მიდის ამაზე საუბარი. და თორე ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ კავკასია არის ჩვენი და იგივე მუსლიმი და ქრისტიანი ჩვენ გადაცემები უნდა გქონდეს იმაზე, თუ საერთო წმინდანები ვინ არიან. როგორ არის, როგორ ხდება ეს ყველაფერი. ანუ ჩვენ რო ახლობლები ვარ და ჩვენი საერთო მტერი არის ურჯულო. ურჯულო ის, ვისაც არანაირი რწმენა არ აქვს და ვინც რწმენას ებრძვის. რუსეთში სხვათა შორის ვლადიმერ პუტინმა ეს ხაზი აიღო და ძალიან ძლიერად აიღო, იცით? და ისინი, რომელსაც ვნახეთ 19 წელს 2003-ში იმ დაწერილი გეგმები ბჟეზინსკის და კიდევ უფრო ძველი გეგმებით მოქმედებენ. აი ეს ძირითად დარტყმად იყენებენ დაპირისპირების საგნად იყენებენ ამას. რელიგიურ ფაქტორს. კავკასიაში რელიგიური ფაქტორი, აი ამის იმედი აქვს, იცით? რელიგიურ ფაქტორს თავისი ისტორიული კონტექსტებიც აქვს და საბედნიეროდ. მაგრამ ახლა გეტყვით რა, ისინი ვინც ცხოვრობდით, თქვათ, რუსეთში როცა ცხოვრობდით, აზერბაიჯანელებზე ახლობელი არ ყავდა. ჩეჩენი უახლოესი იყო, რას ლაპარაკობთ, ესენი ვერ ხვდებიან, რომ ჩვენ სიახლოვე გვაქვს და არა ანტირუსული პროექტის ფარგლებში, არამედ ზუსტად იმ საბჭოთა კავშირის ის შლეიფი, რომ ის წარსული ჩვენ ის გვაერთიანებდა, თორე ჩვენ ერთმანეთს ლეკიანობა და ეს გვესმის რაც იყო, ჩვენ როდის შევრიგდით, როდის გავხდით ერთ ენაზე საუბრები, ხო? როდის გავხდით, როდის დავიწყეთ ერთმანეთის სიყვარული. აი ეს არის, ეს უნდა აღიარო ადამიანი. კაპიტან მაია, ტრამპისგან მოლოდინებზე მინდა გკითხოთ, ხელისუფლება მართლაც დიდ იმედს ამყარებს, სულ გვესმის რომ 20 იანვრამდეა გასაძლები, 20 იანვრის შემდეგ რაღაცა მნიშვნელოვანი უნდა იყოს. მე მრჩება შტაბეჭდილება რომ ამ შემთხვევაში იმდენად ტრამპისგან საქართველოსთან მიმართებაში მოლოდინზე არ არის საუბარი, რამდენადაც იმაზე რომ უნდა მოხდეს რაღაც დიდი შეთანხმება რუსეთსა და ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციას შორის და ნუ აი ამ შეთანხმების პროდუქტი უნდა იყოს შემდეგ უკვე ხანგრძლივი მშვიდობა კავკასიაში და ახლობთ ესე ხედავენ ჩვენი ხელისუფლება რამდენადაც მე ხვდები. როგორ ფიქრობთ, რამდენად გარანტირებულია ეგ პროცესი და რამდენად არსებობს ზოგადად გარანტია, რომ ეს გლობალური ძალები მართლაც რაიმე შეთანხმებას მიაღწევენ? მიაღწიეს, აი ნახეთ, თვითონ საკითხის დაყენება, როგორი აი ჩემთვის და მე მგონი თქვენთვისაც მიუღებელი იქნება. რუსეთის გარეშე კავკასიაში მშვიდობა არ იქნება. ეს ხო აქსიომაა. აქ ორი აზრი არ შეიძლება იყოს. ამ დროს დასავლეთი დღეს აკეთებს კულტივირებას ესეთი რუსოფობია თქვენ გახსოვთ საქართველოში? მე არ მახსოვს. მე არ აი ეხლა რომ არის. ანუ ნახეთ მაქსიმალური არა მე არ მახსოვს ესეთი რუსოფობია არასოდეს არ ყოფილა. მათ შორის არც 90-იან. არა, 90-იანებშიც არა, ვფიქრობდით და ვაანალიზებდით და არ ყოფილა. ეს არის პათოლოგიური რუსოფობია. ეს არის აკვიატება ბუდვის ტოლფასი რუსოფობია, რომელიც აი ზომბირებამდე მივიდა, ხო? ნახეთ, რუსეთის გარეშე კავკასიაში მშვიდობა არ იქნება. გამორიცხული ამას არ ჭირდება მტკიცება, გამიგეთ ეს აქსიომა არის. და თუ რუსეთთან ურთიერთობა არ აქვს. კარგი, ტრამპმა მოილაპარაკა, ტრამპმა და რუსეთმა მოილაპარაკეს უკრაინაზე. ანუ კავკასიაზეც თუ მოილაპარაკე, შენ ვინ გამოდიხარ ობიექტი? და ვაჭრობის საგანი? ქალი რომელსაც ურიგებენ და საქმე რო არ უნდა ხავს, რა გამოდიხარ მაშინ? ჩემ თვალში რა გამოდიხარ, თქვენ თვალში რა გამოდის მაშინ ჩვენი ქვეყანა? ანუ მის გარეშე წყდება მისი ბედი იქ და თუ შენ ამას ყველაფერს სწორად ალაგებ, მეც გამიმხილე. აი ამ ჯგუფში პატარა შეკრებაზე მაინც გამიმხილე, რომ მე საზოგადოების მოაზროვნე უამრავ ადამიანს. რაღაცნაირად, კაი, ბოლომდე არ გავხსნა, მაგრამ რაღაცა იმედი მაინც მივცე. დავსებით გეთანხმებით. აი ეს შენიშნულო მქონდა, სულ ვახსენებ ხოლმე, რომ აი კულისებში რო ხდება გადაწყვეტილება. ამოდის პრემიერი და გვეუბნება მაგალითად, რომ 2028 წლამდე ვაჭერებ და 2030 წლისთვის საქართველოს იქნება ეკონომიკურად იმდენად ძლიერი სახელმწიფო და თან ამაში დასავლური
კონკრეტული თანხების მონაწილეობა და კაპიტალის მონაწილეობა არ გვჭირდებაო, მაგრამ ჩვენ გვაქვს გეგმა და ვიქნებით ისეთი ძლიერი სახელმწიფო, რომ თავისუფლად შევალთ ევროკავშირში და კონკურენციას გავუწევთ. ეს შეიძლება ჩვენთვის ძალიან კარგი მოსასმენი იყოს, მაგრამ როგორც მინიმუმ ქართული საზოგადოება საზოგადოების ის ნაწილი, რომელმაც მხარი დაუჭირა არჩევნებზე ქართულ ოცნებას, არ იმსახურებს იმას, რომ კონკრეტული გეგმის შესახებ ინფორმაცია მაინც გქონდეს. რატო გთხოვს ხელისუფლება, რომ ბრმად ვენდოთ, რომ დასავლეთისგან იზოლირების პირობებში, აი რა არის, ასეთ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია, ვიმკითხავთ, რომ შეიძლება ჩინეთის იმედი აქვს, შეიძლება რაღაცა სხვისი თუ რამე კონკრეტული გეგმა არსებობს, რატო ხდება ამ ყველაფრის რაღაც კულისებში შეჯერება და რატო არ არის საჯარო ეგ პროცესი? იმიტომ რომ ჩვენ ნახეთ პოლიტიკური პროცესის შექმნა, რატო ვამბობთ? პოლიტიკური პროცესის შექმნა. ის რომ ოპოზიციურმა პარტიებმა არც ერთმა არ წარმოადგინა თავისი ხედვები, გეგმა, აი დღესაც რა ხდება გარეთ არც ერთი არ ლაპარაკობს. გაგიგიათ რომელიმე ოპოზიციონერისგან საგარეო პოლიტიკაზე საუბარი, თუნდაც იმ საფრთხეებზე, რაც გარშემოა. არა საერთოდ არ არსებობს. გამოვიდა აი ძალიან დიდი ბუდიში რა, ასეთი შეზღუდული პრეზიდენტი რო ყავდა. აი გამოვიდა მარგველაშვილი და ყაველაშვილი როცა აირჩიეს პრეზიდენტად უკვე დამტკიცდა. არაფერიც არ მომხდარაო. გამოვიდა სალომე ზურა, არაფერი არ მომხდარაო. იდიოტები ხართ რა, არაფერი არ მომხდარაო. შედგა ოფიციალურად იურიდიული პროცესი მოხდა. აირჩიეს და დგეხარ ამხელა. აი პასპორტში მაინც ჩაიხედე. გეხედე, არაფერი არ მომხდარა. ბავშვმა რო იცხოვთ, ვერ ხედავ. არ არის სირაქლემები ვართ. აი ესეთი რაღაცა. ზუსტად აი ამ იდიოტიზმს აგრძელებენ. არც ერთი ოპოზიციონერის გარეთ რა ხდება? სირიაზე არ საუბრობს. არა საუბრობენ მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, რომ როგორმე საქართველო დასანქცირდეს, როგორმე საქართველო გახარიას ოცნება, ეკონომიკურ კრიზისში უნდა იზოლაციაში უნდა მოექცეს. ანუ უნდა დაინგრეს. შემოსავალი ყველამ დაკარგოს, დაიმშეს და აი მთავრობაში. რანაირად მოვლენ მე მთავრობაში. რანაირად მოვლენ? მოვა თურქეთი, მოვა სომხეთი, კიდე რა რაღაცას წაიღებს, ანუ აი გაინაწილეთ ვიზაც რა გინდათ. ეგენი ხო ვერ მოვლენ. აი ამაზე ხო უნდა ვიღაცა ერთმა ჭკუათ მყოფელმა ხო უნდა თქვას და კარგი იქეთ ჯანდაბას. თქვათ, არის მთელი რიგი პროცესები და ბევრი კომპონენტისგან შედგება. აქეთ მაინც, როდესაც ნუ გამხდი მე ნაცმოძრაობის აი იმ ზომბირებულივით ნუ შემხედავ და ნუ მეუბნები რომ ყველაფერი კარგად იქნება. გენდობის სიტყვაზე არგუმენტაცია მჭირდება რა ვქნა. რა ვქნა არა ვარ ისეთი ჩემზე ნოდარა მელაძეს არ უმუშავია ჩემ ტვინზე არ გამოურეცხია და რომ მეუბნები კი მე ოპტიმისტი ვარ. მინდა ჩემი ქვეყანა კარგად იყოს, მაგრამ არგუმენტაცია მოაყოლე. არ მინდა ესე ვერ მივიღებ, ხო? უაპელაციო აქსიომად ვერ ვიღებ ამ შენ დაპირებას, იმიტომ რომ ელემენტარულად არსებობს ადამიანური შეცდომა. რომ ამბობენ, ხო იცით, საპიორი გამნაღმველი ერთხელ ცდება ცხოვრებაში. ფეთქდება და კვდება, ხო? მე მესმის რომ ბიძინა ივანიშვილის სტრატეგია იყო აქამდე აბსოლუტურად სწორი. და ღიათ ვამბობ. ძალიან სწორი გათვლები იყო, აი რაღაცა წუთი, აი ნახეთ კბილანები რო არის, აი ვფიქრობდი, ეხა ეს კბილანა ამას რო აცდეს, მერე ზუსტად ჯდებოდა, აი მართლა ჯდებოდა. მაგრამ რა ვქნა ადამიანები ვართ და როცა ხედავ რომ მიმდინარეობს ისეთი პროცესები, რომელიც არის პროცესები, რომელზეც გავლენას ახდენ. და გათვლი. არის პროცესები, რომელსაც ვერ გათვლი. აი ის რაც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარეობს. აი აქ მინდა არგუმენტაცია. გენდობი, მაგრამ ადამიანური შეცდომის მე ღმერთს ვენდობი უაპელაციოდ უფლის მჯერა. იქ მე არგუმენტი არ მჭირდება უფლის რწმენაში, მაგრამ ადამიანთან რაც არ უნდა დიდი ავტორიტეტი იყოს, მე არგუმენტი მინდა რა, ხო შეიძლება ადამიანური შეცდომა მოხდეს და ვფიქრობ, იმიტომ რომ ჩვენ ოჯახები გვიდგას, შვილები, შთამომავლობა, ფესვი, ძირი, მომავალი, ამის გათვლა გინდა. ადამიანი მომავლის სურათის გარეშე არ არსებობს, ხო? ყველას უნდა თავის მომავლის სურათი შექმნას. სხვა შემთხვევაში ზომბი ხარ უბრალოდ. თუ ვერ ქმნი და დღევანდელობით ცხოვრობ. ზუსტად ამიტომ გინდა რომ მეუბნები კარგად იქნება. არგუმენტი მომიყოლე. თუ არა და დავჯდეთ მაინც იმას რომ მეუბნები რომ მოდი კითხვები თუ გაგო. მე მაგ კითხვები, მე რომელიც სუხმას გაძლევს. ვცდილობ რომ რამენაირად ვიმკითხაო, მიგიხვდე და საზოგადოებამდე მივიტანო, რომ შენ რო გაიფიქრე და არ მითხარი, არაფრად არ ჩამაგდე რა, შენ შიგნით გაიფიქრე. მე მივხვდი ამას და ხო იცი რა, ხვდები რომ ეს ნაბიჯი კარგი იყო თქო და საზოგადოებას ვეუბნები, ჩემ რწმენას უზიარებ, ხო? და გათვლას რწმენას ამას, შედალოცვილო მე მაქვს უამრავი კითხვა.
მე მაქვს უამრავი კითხვა, მე მაქვს რომელიც მე ჩემთვის კი არ მინდა. ჩემი შიშით კი არ მინდა. საზოგადოებას მინდა მიუტანო. ჩვენი მოაზროვნე ადამიანები მინდა რომ დავამშვიდო, იმიტომ რომ რთული პერიოდი დგას. ფსიქოლოგიურად ძალიან დუხს საზოგადოება. ის ვინც გარეთ დადის და დაბოდიელობს და მეორე ნაწილი. მე ხა ეს მაჯისცემაზე მაქვს ნამდვილად ხელი, იმიტომ რომ ნამდვილად მაქვს ის კავშირები, რომელიც მოდის და ზოგჯერ აი ჩვენი სათქმელი თქვი. ამას რო გეუბნება ბევრი ადამიანი ესე იგი პროცესის სწორად მიხვდია ამას და ამიტომ ამბობ თორე მე ჩემი კითხვები კი არა. ხელისუფლებას რამდენად აქვს აი დანარჩენი საზოგადოების მაჯისცემაზე ხელი ეს საინტერესოა მე მაგალითად Facebook-ზე გავაკრიტიკე კიდეც და ეხლაც ვიტყვი არ მომირდება აი ნაძვისხის ანთების სცენარი ხო გასაგებია რომ ამას მოაყოლეს შემდეგ უამრავი გადაფარა იქ პრეზიდენტის არჩევნები ასე შემდეგ ფაქტი არის ყოველ შემთხვევაში რომ იქ ქართული საზოგადოების განწყობა ჩემი აზრით იყო რომ მიუხედავად იმისა, რომ მე მხარეს დგახარ, არავის არ გვეზეიმება დღეს, კაცო და არავის არ ქონდა რაღაცა ნაძვისხის იმ დღეებში ყოველ შემთხვევაში. ნაძვისხი არ იყო მან წამყვანი. ხო. აქ სხვა პრინციპი იყო მთავარი. მაგრამ ფაქტია, რომ ამ შემთხვევაში მოუწია ხო უკან დახევა. და სხვათა შორის ზუსტად აი ეს რო ვიცი ეს როგორ აი რა ალღებია, რასაც არ ეტყვი ხელისუფლების წარმომადგენელს არ ეტყვიან. სამწუხარო ჩვენთან არის ის რომ ყოჩახ თქვენ გვერდით ვარ გეტყვის, მაგრამ ამით უბრალოდ თავის შენთან კავშირს აძლიერებს, მაგრამ კითხვები აქვს, ვერ გიბედავს ამას. ცოტა თუ ბედავს ამისთან. ის ხალხი რო დაიშალა, მე ვიცი რომ ის ადამიანები იქედან ძალიან ბევრი არც ერთ მიტინგზე ცხოვრებაში არ მისულა და აღარც მივლენ არასოდეს. მხარდასაჭერად და ძალიან გულდაწყვეტილები იყვნენ. იმიტომ რომ მათი თავმოყვარეობა შეილახა. საოცრად შეილახა, მე ვიცი, იქ ადამიანები იყვნენ, რომლებსაც სხვა ხერხემალი, სხვა პრინციპები აქვთ, ისინი არავის არც ეშინოდათ იმათ და არც არავის დაჩაგვრას არ აპირებდნენ, მაგრამ ისინი დაამცირეს და მე ვთქვი კიდეც, რომ ამის გაკეთება არ შეიძლება, არაფრით არ შეიძლება მეთქი. ძალიან ჩემი აზრით დიდი შეცდომა იყო და კი, მე მესმის და მე გააჩნდა ეჭვები, რომ ეს იყო დილით, რომ არ მოსულიყო ბევრი ოპოზიციონერი. ხო, გასაგებია, მაგრამ ეს ეგრე ხო არ ქონდა დაგეგმილი რომ მივიდე და მე რო უკან წავიდე ჩემი თავმოყვარეობის ჩემი მე ვამბობ მე იმათი ნაწილი ვარ ვინც იმ დღეს დაიშალა და უთხრეს დაიშალეთო აი ამ ჩემი ვამბობ იმიტომ რომ იქ ვარ მე მათთან ერთად ვარ შეიძლება ფიზიკურად არა მაგრამ არ შეიძლება ამის ხარჯზე შენიანის გატეხვის ხარჯზე გააკეთო ეს რატო იცით ნახეთ ერთხელ თქვი რომ როდესაც ოცნებას მეთქი ყავს 1,200,000 ამომრჩეველი. ეს აი 1,200,000 ამომრჩეველია, მაგრამ ის თუ საკუთარ პოლიტიკას აწარმოებდა, საკუთარ ხელწერას შექმნიდა, საკუთარ სტილს შექმნიდა, თავისიანის შეგრძნება ექნებოდა. მე არ ვამბობ ბიზაშვილის და ცოლის დაქალების, მაგას არა, ეგ არ არის თავისიანი არის აი ამითი. და აი ამითი, აი გულში რა აქვს და თავში რა აქვს. აი ეს არის თავისიანი, თორე სისხლზე მეტად შეიძლება თანამოაზრე დაგიდგეს გვერდში, სისხლით ახლობელზე მეტად და მე ასე მესმის. ნახეთ 1,200,000 რომ ყოლოდა მხარდამჭერი ოცნებას. ამას შლეიფად მოყვებოდა კიდე ძალიან ბევრი ამომრჩეველი. მხარდამჭერს. როგორც ეხლა შეიძლება ცოტანი არიან ის ჯგუფები, ვინც იქ დადიან, მაგრამ თქვენ იცით რომ პირდაპირ არის აი ამ ბინძური მეთოდები, პროფაილინგის ქვია და NLP-ის მეთოდებით იმართება ეს ყველაფერი. შეიძლება გაითვალოს უკრაინაში პირდაპირ გათვლები მიდიოდა არსებობს კონკრეტული კაცი, რომელმაც ეს შეისწავლა, ურალოვი არის, გვარად მიხსენებია. უნდა შეიქმნას აი ამდენი, არ ვიტყვი შეგნებულად, ამდენი პროცენტი საზოგადოებაში სომბების, რაც ჩვენ გვყავს და ამას გაყვება აი ამდენი, ეს დაავირუსებს აი ამდენს. არ ხედავთ ამ პროცესს. ან პირდაპირ მეცნიერული თეორიები არის. თეორია არის. პირდაპირ გათვლა რომ ვამბობ 1,200,000 მხარდამჭერს შლეიფად წამოყვება აი ამდენი პროცენტი ამომრჩეველი, რომელიც არ იქნება მხარდამჭერი, მაგრამ ამომრჩეველი. მე ვამბობ რომ დღეს მე ვარ მხარდამჭერი მხოლოდ. უკაცრავად ამომრჩეველი, მე მხარდამჭერი არ ვარ.
აი პირდაპირ ვამბობ ღიად. განსხვავება მხარდამჭერსა და ამომრჩეველს. პირდაპირ ვამბობ, მე ვარ ამომრჩეველი. ამომრჩეველი ვარ, იმიტომ ვაძლევ ხმას ამ ძალას, იმიტომ რომ მე დღეს უკეთესი ქვეყნისთვის არ მეგულება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე უკეთესი არ მინდა. მინდა, მაგრამ არ არის. ამიტომ მე ჩემი ქვეყნის გამო ვაძლევ ხმას. მაგრამ მხარდამჭერია, როცა მე აი ამას ვირჩევ. მე მომწონს კიდე. მომწონს. მხარდამჭერი ვარ და მე სხვას არ მივცემდი ხმას და ამიტომ ამბობ, როცა მხარდამჭერი ყავს ამდენი, შლეიფი კიდე ამორჩეველი იმას დაემატება. მაგრამ სამწუხაროდ 1,200,000-ში ყავს მხარდამჭერის და ამორჩეველიც აი 1,200,000-ია. ასევე არის იმდენი პროცენტი, რაც გარეთ არის. არის ეს ის კრიტიკული მასა, ეს სამსჯელო, ეს ჩვეულებრივი საანგარიშოა, რომ არის ეს ის პროცენტი, რომელიც ავირუსებს პირდაპირ მნიშვნელობით აი ამ მოწყვლად ჯგუფებს, ვთქვათ მსახიობებს, ამას არის ეს პროცენტი? ეს უნდა გათვალოთ, ჩვეულებრივი საანგარიშოა. თუ ეს პროცენტი არის, ეს პროცენტი არ არის დიდი, რომელსაც შეუძლია დაავირუსოს. თუ ეს პროცენტი არის არა, მაშინ ჩეპი არის ზუსტად. და მაშინ ძალიან სხვა მეთოდებით უნდა იმოქმედო. და ლატვიის ამის შეჭერების რაიმე მეთოდი ეს არის კარგად დასახული სტრატეგია, ალბათ კონსტრატეგიაც უნდა არსებობს. არსებობს რთულია, ძალიან რთულია, მაგრამ არსებობს. ოღონდ ყოველ შემთხვევაში ეს ლოგიკური მსჯელობებით, დათმობებით არ ხდება. არა, გამორიცხულია. ნულია ამის შანსი. და თავის წახრით და მდგომარეობიდან გამოსვლა ასე ვთქვათ. ძალიან რთულია. ძალიან რთულია. ძალიან რთულია და მთელი მექანიზმებია, რომელსაც აი ბოლომდე არ არის ცნობილი, მაგრამ აი ხო გეუბნით რამდენიმე ადამიანს აქვს რომ შეიძლება გამობრუნება, აი მაგალითად ტოტალიტარული სექტიდან გამოთრევა ადამიანის, როგორ შეიძლება? არსებობს ესეთი. აი ეს რამდენად არის შესაძლებელი ადამიანის ზომბირება ეპოქაში, როდესაც ინფორმაცია პრაქტიკულად ნებისმიერ წყაროდან შეიძლება ადამიანმა. ზუსტად ამ ეპოქაში შეიძლება. ეს პარადოქსი არ არის ერთგვარი, რომ ადამიანების არაინფორმირებულები არიან ადამიანები ეპოქაში, სადაც ინფორმაცია აიღოს რო გამოგებ იქიდანაც რაიმე ინფორმაციას იღებ ადამიანი. მაგრამ იცით რა არის ჩვენ გქონდა ესეთი წარმოდგენა რომ რატომღაც პროგრესი ყოველთვის პლუს ნიშნით მიმდინარეობს. ანუ პროგრესი ნიშნავს უკეთეს. არა, პროგრესი ყოველთვის ნამდვილად არ ნიშნავს უკეთეს და ჩვენ ამას ვხედავთ. და თან ხედავთ იმას რომ შეიძლება საზოგადოების ანატომია არ იცოდე შენი საზოგადოების რამდენად მნიშვნელოვანია რო თქვი აი ეს სათათბირო რაღაც ორგანოები რომ გარედან ვიღაცა მოგაწოდოს და შენ იმას კი არა უმტკიცო რომ მე კარგი ვარო და კარგი ნაბიჯი არა იმას მოусმინო მოსმენა შეძლო ერთი არის იცით ერთი არის ადამიანი რომელიც საუბრობს და მეორე არის ადამიანს როცა მოსმენის უნარი აქვს თუ მოსმენის უნარი არა გაქვს ძალიან ძნელია მაშინ დამგვანები ხარ იმას დამგვანები ხარ შენს მტერს დამგვანები ხარ ამ შემთხვევაში კოლექტიურ ნაცმოძრაობას თუ შენ მოსმენის უნარი არა გაქვს და მიღების უნარი არა გაქვს და თუ შენ მარტო იმიტომ მისმენ რომ მე თვალი ამიხვიე რომ მე შენს დილობისთვის მოგისმინო არა თუ შენ მართლა მოსმენა შეგიძლია მაშინ არ ხარ იმნაირი და თუ არა და მაშინ სწორი ვარ მე რომ ამბობ რომ ერთი და იგივე სპირალში ერთ სპირალში ტრიალებს უკვე ორივე უკვე ის ვირუსი ამასაც გადაედო ხან აღარ მეჩვენება რომ ადამიანს უბრალოდ არ ვიცი რაღაც აზროვნება ფიქრი ეზარება და უკვე გამზადებული ვიღაცის მიერ გამზადებული შექმნილი Facebook-ზე გამოდებული პლატფორმა უნდა მიიღო. ძალიან რთული მექანიზმებია. ტოტალიტარულ სექტაში შესული ერთ-ერთი სოციალური ფსიქოლოგი ამბობს, რომ 72 საათზე მეტი გაჩერდები, რაც არ უნდა სპეციალისტი იყო, ფილტრები ქონდეს, უკვე მე ვეღარ უმკლავდები იმას. 72 საათი. წარმოიდგინეთ, როცა მასთან მუდმივ პოლიტიკურ ბრძოლაში ხარ. რამხელა სიფრთხილე გჭირდება, რომ შენც არ გადაგედოს. ეს გადამდებია, ჩვეულებრივი გადამდებია კოლექტიური ფსიქოზი, უბრალოდ არსებობს მართლა გადამდებია და იმიტომ ამბობ რომ თუ საზოგადოებაში ყავს დაზომბირებული ნოდარა მელაძის გადაცემით რომელიც კარგად მუშაობს ცუდ საქმეს აკეთებს მაგრამ თავის ცუდ საქმეს კარგად აკეთებს კი ამას მე მით არ ვამბობ არ ვაკნინებ თავის ცუდ საქმეს აკეთებს კარგად თუ იმოქმედა აი ამდენ პროცენტზე x პროცენტზე ხო და თუ მიაღწია x პროცენტს უკვე იცოდე რომ დავირუსების ძალიან მაღალი და უცებ ამოვარდა რა ქართულ საზოგადოებაში რაც მოხდა არ გაგვიკვირდა ველოდით აი ამას რასაც ხედავთ ეს ხო შოკი იყო ჩვენთვის ამას ჭირდებოდა ადრე აი პულსი და ფსიქოლოგები და პიარ ტექნოლოგები ვინც მუშაობდა ოცნებასთან არა ეხლა ძალიან სერიოზული ის უნდა გქონდეთ საგანგაშო რეჟიმი წითელი როგორ არის საფრთხის წითელი რაღაც ის რო არის ფერებში რო არის საფრთხის
განსაზღვრა რომ რაღაცა აი მის რეჟიმი არისო. აი ზუსტად ამაში უნდა იყვნენ. ხო, და უნდა იჯდნენ და ფიქრობდნენ რა გაგვეპარა, სად გაგვეპარა, რატო გაგვეპარა. არ გვეხებოდა ბატონო პიარ ტექნოლოგიების განათლების სისტემა, მაგრამ იქ რაიმე ფრთხილად უნდა ჩაგვედო. აი დაზღვევები უნდა გაგვეკეთებინა საყვარელი სიტყვა არის ხელისუფლების ვაზღვევთო. განათლება რატო არ დააზღვიათ? რამდენს ვამბობდით? რამდენს, აი მითხარი. განათლება აღმოჩნდა მთავარი. აი მთავარი აქილევსის ქუსლის ზუსტად ეგ იყო რა გააზრდებინე მტერსო შენი შვილი და ზუსტად სიტყვით აგვიხსნა. ზუსტად ვაშაძემ სიტყვით თქვა რა და 1984-დან არის მამას რო ციხეში გაუშვებს შვილი ზუსტად იგივე არის ხო? კაპიტან მაია, მოდი ჩავთვალოთ რომ და ვიმედოვნოთ რომ მშვიდობით გაიარა ქვეყანამ ეს პერიოდი და ტურბულენტური ზონა და დაიწყო ასე ვთქვათ სტაბილიზაცია, ხელისუფლებამ შეასრულა ის მიზანი რაც აქვს დასახული და რისკენაც ისრაფის. როგორ ფიქრობთ, დადგა თუ არა დრო საქართველოსთვის და თუ არის ამისთვის მზად საქართველოს ხელისუფლება რომ დაიწყოს უკვე უშუალოდ რეალური ნაბიჯების გადადგმა რეგიონულ პოლიტიკაში, როგორიც არის სამსხვილის ფორმატში მონაწილეობა, როგორიც შეიძლება იყოს კიდევ უფრო ინტენსიური კავშირები ავიც იგივე ირანთან, იგივე რუსეთთან, იგივე ჩინეთთან, ყველასთან იმასთან, ვისთანაც აი ამდენი ხანია ამერიკის კაი სიტყვის გამო აკრძალული გვაქვს ურთიერთობები. იცით რა არის, მოდით შევხედოთ რას. შემადგენლობას ოცნებას ცალკე დღეს, ოცნებას თვითონ მარტო აი ამ ნაბიჯების გადადგმა გაუჭირდება, იმიტომ რომ მაშინ უამრავი მაინც ლიბერალია. ამას ესეა რა. და არ ვამბობ რომ ცუდია, ნეოლიბერალები ცუდია, მაგრამ ლიბერალები არიან ძალიან ბევრი იქედან შემორჩენილი ჩვევები არის. ბევრს მართლა ესე სწამს. მარტო გაუჭირდება, პირდაპირ ვამბობ, მარტო გაუჭირდება და ისევ აი ამ დახმარების, აი მაშველი რგოლი დავარქვათ რა, ისე დავხატე მრგვალად, შუაში ჩეპე ჩავწერე. აი ამ თქვათ გარკვეული ადამიანების რაღაც სათათბირო, რაღაც განსაკუთრებული მდგომარეობის საბჭო, რაღაცა, რომელიც აი საგანგებო სიტუაციამ მოითხოვა ეს. აი ამის გარეშე გაუჭირდებათ. აქ მაინც პოლიტიკურ პროცესში შემოიყვან ამას და იტყვი რომ იცი რა, საზოგადოების წარმომადგენლებმა, რომლებიც საზოგადოებრივ აზრს წარმოადგენენ ჩემიანებისას, ჩემი ამომრჩევლებისას, აი იცით რა, მათ მოითხოვეს ეს. და ეს აღიაზრია და მიუყვები ამას. იმიტომ რომ ცალკე რო გააკეთოს, არა ისინი ჩეჭამენ და თავისიანებით ჩეჭამენ. აქ შუამავალი ჭირდება საზოგადოებასთან. მე ხედავ ის კომპლექსი აქ რომ მისგან თუ სრულად კონტროლირებადი არ არის ჯგუფი არენდობა. აი ხო, მაგრამ ეხლა ეს კიდე ცალკე კი ეს კომპლექსი არის ნამდვილად ხო გენე როგორც კი რაიმე კრიტიკულ სიტყვი მტერი ხარ, ეს შიში ჩდება, ამ დროს არა ვარ მტერი რჩევას გაძლე უბრალოდ და თუ არ ხარ იმათნაირი, მაშინ მოსმენა და შენიშვნის მიღება, რჩევის მიღება უნდა შეგეძლოს. არ შეიძლება რახანს ხელისუფლებაში დაჯექი, ეს თავისთავად ბრძენკაცობას არ ნიშნავს. ანუ ბრძენკაცის კამი არ ხდის ბრძენკაც ადამიანს. ადამიანური შეცდომა ბიძინა ევანიშვილი, რომელზეც ვამბობ, რომ აი ამდენი ხანი პრაქტიკულად კბილანას არაცდა, ერთი კბილანას არაცდა. ისეთი ზუსტი გათვლა იყო. ან კონსულტანტებიც ყავს შესაბამისი, ინფორმაციაც აქვს შესაბამისი. აქ მთელი ის არის სისტემა. დიახ და ანალიტიკოსებიც ყავს, ან კავშირები, არ ვიცი რა მექანიზმია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში კბილანაში ჯდებოდა. მაგრამ მაინც ვამბობ, ადამიანური შეცდომა არსებობს, ხო? ჩვეულებრივ ეს პილოტს ემართება გამოცდილს. და ეს ადამიანური იმიტომ რომ ადამიანები ვარ და არ ვართ ღმერთები. და ღმერთივით თუ გავაღმერთე და ესე მივიღე, არა? ეს უკვე კულტი არის და ღმერთმა დაგვიფაროს აი ამაზრუნებისგან. ადამიანი რო ვარ, ზუსტად იმიტომ ვსვავ შეკითხვას. იმიტომ კი არა რომ მე ეჭვიანი ვარ, ან პარანოიკი ვარ, არა, იმიტომ რომ ეს კითხვა ძალიან ბევრია. საზოგადოებაში ფლუქტუაცია მიდის. აი პირდაპირ ხო გენოით პეთქავს ეს და ეს კითხვები არის დადის აერში არის. გეუბნევიან, კითხულობენ და ესე არის. თუ მაგამდე არ მოდის, ეს იმას არ ნიშნავს რომ არ არის. მაგამდე რომ არ მოდის, ესეც უნდა იკითხო, რატო არ მოდის. რატო 1 2 3 4 ბედავს ამას რა ეგეთი ტიპები არიან არა ესე იგი პრობლემა შენთან გაქვს რომ მე რომ აქვს ეს კითხვა და შენთან რომ ეს კითხვა არავის დაუსვამს უკვე პრობლემაა დაფიქდი რატო
რა არხი დაგერღვა ისეთი, რომ ვერ მიიღე ეს კითხვები, რაც რეალურად ხა ხომ მეთანხმებით, რომ მე ამ კითხვებს არ ვიგონებ, ეს რეალურად არის. არსებობს და ხელისუფლების პირველი ამოცანა ასეთი დროს და კრიზისის დროს უნდა იყოს კონსოლიდაცია, თქვენი თქმის არ იყოს არამისი ამომრჩევლების, ხოლო მისი მხარდამჭერების და ადამიანების მის მხარდამჭერებად ქცევა და ამას ჭირდება ინფორმირებულობა. არა, პირველ რიგში ჯერ შენიანს უნდა დაელაპარაკო. აი ბებიების პერიოდი მახსენდება, იცით? სტუმარი მოდის და ხაჭაპური გინდა რა, გოზინაყი. არა, ეს სტუმარი რომ მამა მერეო და. კარგი რა, აი სუფთა ეს არის რა. ანუ სტუმარი კი არა, აი ის ვინც მე მანგრევსო, ვინც მე მესვრისო, ვინცაც ჩემი ჩამოგდება უნდა. იმასთან შევალ დიალოგშიო, იმას გავცემ პასუხსო. ჩემიანი სად დაკარგე? ეს რატო დაკარგე? გამოიქვა კიდეც მოსაზრებები სოციალურ ქსელში შემთხვევით ძალიან საპატიო ადამიანების მხრიდან, რომ რავი, ჩვენც უნდა მოვაწყოთო როგორც ჩანს საზოგადოებრივთან ერთი აქცია, რომ დაგვითმო ჩვენც. კი ბატონო, და ნახეთ, ახლა მეორე არის, რატომღაც ყველაფერი დღემდე ნაცებმა დადეს ესე, რომ თურმე რამდენი ადამიანი დგას ამით, კარგი ამ ბაგირის გადაწევა, როდემდე ჩვენ ხო მოაზროვნე საზოგადოება ვართ. ჩვენ ხომ არ შევდივართ იმათნაირად იმ თამაში. ჩვენ ხელწერას ვიტოვებთ, აი ჩვენ გვინდა საუბრით და არა ქუჩაში დადგომი და აი დავდექი ბევრი ვარ. ანუ ბრბოს შედარ ბრბო არის, როცა დგება 500 კაციც რო დგება ეს უკვე ბრბო არის და ბრბოს ლებონის ბრბოს ფსიქოლოგია მუშაობს და აბსოლუტურად სხვა კანონზომიერებებია რა. სხვა ფსიქოლოგიური გრავიტაცია ირღვევა საერთოდ. ჩვენ ბრბოს შევაჯიბროთ. ჩვენც გამოვიდეთ დავდგეთ. რო გამოხედი დადექი რა. კი არ უნდა დადგე, უნდა ილაპარაკო, ადამიანი ხარ, მოაზროვნე ხარ. ამიტომ მოდი რა, ეს შევიტანოთ ჭერქვეშ და ვისაუბროთ იქ. ის გამოვიდა ამდენი კაცი, ეხლა მეც ამდენი გამოვიდე. კარგი რა, ცხოვრების ფარასავით თვალოთ, იქ რამდენია. არ შეიძლება ეს. ბეწვისხიზე გადის მე. არა, ეს ძალიან პირველყოფილია რა. ეს ფორმა ზოგადად. მე უფრო მეტი ვარ, არა შენ მეტი ხარ. ეს ძალიან პირველყოფილი ფორმა. ეს არის ის ფორმა, როდესაც საზოგადოება არ იყო, როცა იყო ბრბო, თქვათ, იყო ტომის წინააღმდეგ, ხო? და რაოდენობა მართლაც წყვეტდა. და რაოდენობა წყვეტდა. კი ბატონო. და ეს მაშინ, როდესაც არსებობს კომუნიკაციის ხელოვნება, არსებობს დიპლომატია, არსებობს აზროვნება, ლოგიკა, საუბარი შეგვიძლია. ეხლა ბრბოები ვეჯიბროთ, ვინ მეტი არის? საბოლოო ჯამში ცხოვრების ფარასავით ვეჯიბროთ, იშავი ცხოვრები მეტია თუ თეთრი ცხოვრები? აი რა უბედურება. აქ ხომ იმ თამაში რატო შევდივართ? აი ჭერი არსებობს, შენობა არსებობს, სადაც შეიძლება დაჯდნენ ადამიანები მრგვალ მაგიდასთან, ფეხზე კი არ უნდა იდგე. დაძაბული რო არ იყო. არა, ესეც უნდა გადააგდო. აი ფეხზე მდგარი არ უნდა გამოდიოდა რა. უნდა იჯდე და აზროვნებდე. ჩვეულებრივ, რამდენიმე ბევრი არა. 10 კაცი უნდა დაჯდეს და იაზრონ. 10 კაციან ჯგუფს შეხვდი ახლა. მე შეხვდი მეორე 10 კაციან ჯგუფს. ოღონდ კი არ უნდა გეჩქარებოდეს, სადაც კი არ უნდა უყურებდე. არა, მშვიდგარემოში უნდა იყოს. უნდა იყოს მაქსიმუმ. ან ის პირი უნდა იყოს გამოყოფილი, ვისაც ამის დრო აქვს. რომ იქედან მიიღოს, კი არა მიუტანოს, წამოიღოს და ხელისუფლებას უნდა მიუტანოს. ჩვენ კი არ უნდა მოგვიტანოს ინფორმაცია. კი ბატონო. დიდი მადლობა ქალბატონო მაია. ვფიქრობ ძალიან საინტერესო გადაცემა გამოგვივიდა და დიდ მადლობას გადაგიხდით. მადლობა. მშვიდობას ვსურვებ. ანალიტიკოსი ქალბატონი მაია ნიკოლაიშვილი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. მე მადლობას გადაგიხდით ყურადღებისთვის და ხვალამდე დაგემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.